სოფი გამარჯობა. ლაშა, იცოდი რომ დიდგორის ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ? აი, კაცო, რას მეუბნე, მაგრამ როდის, რა ამბობ, რა ჭირს ამას? დღეს იმ ბიჭს ხვდება და ნიკა ამეცადინებს. რა მანქანა იყიდე, მამა? რა მანქანა ვიყიდე და ჯერ თქვენი ნაყიდი მანქანა მაჩვენეთ. ხო და მე მეგაჩვენეთ ჩემს გოგიტას. რა ფერია თქვენი ნაყიდი? თაგვის ფერი. თურმე ლაშა ხოსავდა თავის ტკივილის წამლებს. მე რა და არევია მეთქი ამ ლანდოს თურმე და თავის ტკივილის წამლის მაგივრად მიუწია ქალის ჰორმონების წამალი. აი ხალხო, ეს არის ჩემი მანქანები რა. ნუ ჩემი რა, ეს პატარა, ჩემი აი ესა, ხო და აი ეს დიდი საშინელება ლევანმას ფულით ნაყიდია. ესა, გია, ესე იგი ამ მანქანაზე თქვა ბექამ დაღმართის ლომიაო, ხო? უხდება რა კიდე. უკეთესი სახელი მოუფიქრე, მე მგონია ეს უფრო უხდება. დაღმართის ლომი არა ის. დალეკ. მოკლედ გია, რა ვიცი, აი, მე ეს მანქანა უფრო მომწონს, რა ვიცი, რა გითხრა, მაგრამ ორივეს გილოცავ. სულ მწვანეზე გევლო 3-ით, დამით სადაც გინდა იგაიარე კაცი. მადლობა ლაშა. გია, ეხლა მე. ხო. მოკლედ გილოცავ მართლა გილოცავ ყველას ხო არ ყავს ესე ორი მანქანა ერთდროულად ხო და ეხლა ზოგი ხო ის ყველას ხო არ გაუხარდებოდა არა ზოგი ხო იცი რა ბოღმა ხო ზოგი რა ბოღმა ზოგს სახლი არ აქვს კარი არ აქვს რა ვიცი დაბალი ხელფასია ხო ხტები ხო სხვასთან ცხოვრობს აი ესე ყველას ხო არ ყავს სოლიძმა რუსეთში გილოცავ გულით ხო იცი რა გული მაქვს მოდი მოგილოცავ გილოცავ გია გილოცავ ორი მანქანა მე ძალიან მომწონს ეს, მაგრამ ესეთი მანქანა მე მყავდა ადრე და არ არის ცუდი. მართლა, მე რა განყოფილი ხარ? რა იყო გია იცი? ბაბუაჩემა მაჩუკა 5 წლის რო ვიყავი და არ მახსოვს. ვიცოდი, ასეთ რაღაცებს დაიწყებდით რა, მაგრამ არ მაინტერესებს თქვენი აზრი, არა. მე აი ეს ჩემი პატარა გოგიტა უფრო მომწონს, დამიჯერეთ. გოგიტა. დიახ, გოგიტა. შენი გადასაწყვეტი ეგია, მოგწონდეს კი ბატონო, მაგრამ ჩემი აზრით, ნამდვილი მანქანა არის ეს და ეს არის მაქსიმუმ ქანა. ან კიდე ის ხო. შენ ახლა ისე პატა სულტყუილად აკეფამ ჯიპს. წინასად გეუბნები, რაც არ უნდა აქო შიგნით მაინც არ დაგაძინებ. კი ბატონო გია, რა ვიცი, მე ეს ძალიან მომწონს, რა ვიცი, შენი მე ძირს ამოვწვეთე და იღებს. აი, გეუბნები რა. ამ ორ მანქანას შორის დაახლოებით რამხელა განსხვავებაა, იცი? აი, ძირითად ინსტინქტში რო შენოსტოუნი იყო და რუსთავაზე რო შენოსტოუნი იყო, აი მაგას შორის. კარგი, მომენტ. გია. შენ მომისმენ ამას ფეხების გამოსაყოფი სადაა, ხაბა? ფეხების გამოსაყოფი. ფეხების გამოსაყოფი, რა. მოძრავა, ხამა? არა და მე მეგონა რომ მეთქი ესე ფეხები უნდა გამოყო მეთქი, შიგნით ყაბატყობით ესე უნდა არის. არა, მართლა გეუბნები. მამა, ისე თუ ესე ძალიან არ მოგწონს ეს მანქანა, მათხოვე ხოლმე და მე ვივლი, თან გზის ფულსაც აღარ გამოგართმევ. ბეკა, მე სახშიც გითხარი და ეხლაც კიდევ გაგიმეორებ. მე შენ ლევანმას ფულით ნაყიდ მანქანაში არ ჩაგსვამ. და საერთოდ არ მინდა რომ ჩვენ მიროდაძეებს ლევანმასთან ან მის რაიმე ნივთან რაღაცა შეხება გქონდეს. არ მინდა. უი, მამა. ფეხსაცმელები რო ლევანმას გამოგზავნილი მოცვია. ხო? ხო. ეს ფეხსაცმელები ლევანმა გამოგიზავნა? ხო.
მოიცადე. შენ ფული. ხვალ წადე მაღაზიაში და ეგენი ახლები. ეგენი აღარ დამანახეთ. კარგი. აი პატა როგორ უნდა ფეხსაცმლის ფულის დათრევა. გია. შენ იცი რომ მე გამომიგზავნა ლევანმა ფეხსაცმელები. კარგი რა პატა. არა მართლა გეუბნები. სულ აი უნდა გაცო. გია, მომისმენით. ნუ ჯიუტოთ ახლა მართლა რა. მართლა გეუბნები რა. ეს მანქანა ახლა, ეს ჯიპი, ბევრად ჯობია ამას. და მე გირჩევ რომ ამით იარო. თან ერთი გამაგებინე რა დაგიშავა ამისთან ერთ ლევანმა, რომ ასე ძალიან არ მოწონს. გეტყვი ლაშა რა. გეტყვი ოღონდ იცოდე არავის არ უნდა ხოსხოს. არა ვიცი. აი. გეტყვი ახლა რატომ არ მომწონს ლევანმა? აი გეტყოდი, მაგრამ არ მახსოვს. ერთადერთი რაც მახსოვს ის არის რომ აი არ მომწონს და ეგ. აჰა. ეგ იყო. ხო და რაზე მწყდება გული ხო და ჩემო ლაშა რომ აი გარაჟი რომ არა მაქვს რა, თორემ ერთ-ერთ დავაყენებდი გარაჟი. აბა, ეხა ეს ამწუხარ და ჩვენ ლაშას ჭიპი რო ქოლის ამ პატარას ხო შეაყენებდი ეგრე. კარგი რა მახა ჭიპს იცოდე. გაჩერდი ერთი წუთი. ეხო პატარა, შენ ნერი მცირე გავარედების მანქანა. კარგი რა მამა რა, მართლა ძალიან პატარა მანქანა. ამ ხელა სტატუსებს წერ ხოლმე Facebook-ზე. სამაგეროდ ჩემი აზრით გია ამას პლუსი აქვს ამასთან შედარებით. აბა, არ იკაწრება ეს. შენ რა იცი? მე რა ვიცი, მე რა ვიცი და სამსახურში რომ მიდიოდი, დილით ცადე და არ გაიკაწრა. მე ხო არ ვიცოდი რომ შენი იყო გია და ცადე და არ გაიკაწრა რა ეხლა. მიდი აბა საცადე მან. არა, ეს კონკრეტულად ვერ გეტყვი ეხლა როგორ გიტყვი, იქიდან დავიწყე არ დავამთავრე და აბა. გადმოხედე, არ ეთყობა გია, მართლა არ ეთყობა. არ იკაწრება. არ ეთყობა. და სხვათა შორის გია, მე რო იცოდე შენთან ხელსარიელი არ მოსულ ვარ. მანქანისთვის მოგიტანე სუმი. ვა! აბა, ნახე როგორია. ვა! ნახე თუ მოგიწონება ერთი. აბა. ეს სუნია. ნახე შენ თორე, აბა ის სუნია. საკათმის? საქართველოს სუნით არის? არა. და მეტროს სუნია ხო? არა გია, რა მეტროს სუნი. კარგად დაფიქრდი აბა. რეზინის სუნია ხო, რეზინის. გია, რა გჭირს ვერ დავიგე. არა, მიხდი, აი სველი ძაღლის სუნია. ხო, აბა. სველი ძაღლის სუნია, ხო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეს. დიდი მადლობა. ჩემო პატა, დიდი მადლობა. გადააგდეო ეგო, გადააგდეო. ერთ რამეს გეტყვით ახლა, კარგად დაიმახსოვროთ რა. აი ეს ჩემი გოგიტა თუ არ მოგწონთ? ნურც ერთი ნუ ჩაჯდებით შიგნით. გასაგებია, არც ერთი არ დაგენაგოთ შიგნით ჩამჯდათ. რა ვიცი, მე არ ვაპირებდი და შენ პატა? რა, პრინციპში ხა არც მე არ ვაპირებდი აქ შეშობას და შენ ბექა? რაც ნუ ძალიან თوار ჩამტენეს. ძალიან თوار ჩაკტენეს ხო. ეხლა გია. რა არის იცი ეხლა რა ვიფიქრე მე? რა ვიცი ეხლა აი სხვას არავის არ უთქვამს, არა და წესით უნდა ეთქვათ. არა ახლა ჩემი დიდი სურვილი ნამდვილად არ არის, უბრალოდ ტრადიცია ასეთი ხო, რომ დავასველებ. ხო, მაგაზე არის, დავასველებ. ეს მანქანის აღნიშნა მართლა კარგი აზრია, მე ძალიან მომეწონა და მოდი გია რა ვქნათ იცი? აგავშალოთ სულ პრაქტიკ მანქანაზე. ხო და ამ პატარას დამპროლები დავსვათ და იქიდან ხომდები. ხო, ან ბავშვები, ან შეგვიძლია მარტო საფერფლეს დავდგათ. რა ვიცი როგორც მოვიფიქრე. შეგვიძლია. ხო, არა, ეს იდეა ძალიან მომეწონა, გარეთ დალევის კარგია, კი, მაგრამ ტრადიცია სხვა რამეს გვიქადის. აი ქუჩაში დალევა, მაგრამ მე ხო სახლში აგრძელებენ ხოლმე ამ მას აღნიშნას დასვენებას თან მარინად სახლშია. არა, ტრადიციასაც თავი რო დავანებოთ, ციმა უბრალოდ. კი, მივხვდით. ხო, მივხვდით. ჯერ აქ ვიყოთ, მე ავიდეთ ჩემთან სახლში. გასაგებია. აი, ვიგავ. აი ეს ფული შენ წადი უცებ მაღაზიაში სანამ დაგეტილა და რაღაცები მოიტანე რა უცებ. მოიცა შენ დაგავიწყდა საშნელი პახმელია რო გაქვს, დილას რას აპირებ, ჰა? მე რა ბორჯომი ხომ გავიტანეთ რუსეთის ბაზარზე, ხო და შენი ბიძა ლევანმა გამოგზავნის ბორჯომს და გამოაყენეს. იუმორი. რა კარგად ხარი და მალე ავალთ ხო მე სახლში? კი, მალე ავალ. კარგია, ძალიან კარგი, ხო. ნუ რახან სამნი დავჭით გვეყოფა. ხო. კარგი მიდიება.
ასე. მოიცა. შენ ახლა ეს ყველაფერი წინასწარ ქონა დაგეგმილი არა? დაიგი, დაგეგმილი კი არა, სულ ესე დადის კაცო ეს. მიდი. სულ ესე დადიხარ ხოლმე მართლა? პატა ის როგორ არის? შენ რო იცი ხოლმე ის რა. შენ რო იცი ხოლმე ესე რა. აი რო იცის ხოლმე ამას. რა. ამან იცის ხოლმე. რა. ასე რო იცის ხოლმე რა. ხო ასე რა. მარტო იცი რა.ენ გიწო რო იცის ხოლმე. გამარჯობა ჩემო თბილის შენს ხუჩები მომენატრე ჩემო თბილის ქალაქოზე თეთრი მტრედი მომაგ ამ სპილოს ხომ ვერაფერში დარარირა გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო ბაშა, შენი დახმარება მჭირდება. ახლა არა ელენე ძალიან ხო ახლა არა ბაშა, ახლა მინდა მე ჰორმონების მოქმედება გაგივლის და ვეღარ დამხმარე. მითხარი რა გინდა მითხარი ბაშა, აი ამ მაკიაჟს ეს ვარცხნილობა უხდება? გოგო რა არის ახლა იცი? ეს უკანესი აიწიე კარგად ესე. და ეს შუბლი გამოაჩინე და თვალწარბი გაქვს შენ კარგი და გამოაჩინე ეს. რას მაკეთებინებ ელენე? აი რას მაკეთებინებ გამაგებინე? კარგი რა კაცო. ხო, აი ლაშა გუში რო დალი დღეს პახმელიაზე არ ხარ? არა ელენე. ჯერ კიდევ მთრალი ვარ. კი. ლაშა და მთრალი რო ხარ პახმელიაზე რო არ ხარ, იმიტომ ხარ კარგხასიათზე თუ მარინამ ქათმის ბულიონი რო შემოგვიტანა, მაგიტომ ხარ კარგხასიათზე. ქათმის ბულიონი მარინა? დაიმე ელენე გეხმეწები გამიცხელე რა გამიცხე ან აიყოს ცივი იყოს ცივი მიყვადე მეგლისება პირში ესე სად არის აგერ ხმე არ უნდა მითხრა მე ელენე არ უნდა მითხრა კაცო აიმე როგორ მიყვარს ქვაბიდან ჩამო რაღაც მეცელენე ილია მეილი მომწერა ახ, მოკლედ გამაგიჟებ თქვენ მე რა, მე მგონი თქვენ პირიქით ხართ, ხო იცი? ჯერ თავიდან დაქორწინდით. ნუ დაქორწინდით რა, ქორწილს აპირებდით. მერე იჩხუბეთ. მერე შეყვარებულები იყავით. მერე ტელეფონზე ლაპარაკობდით, მერე სკაიპობდით. ახლა მეილს გწერს, მალე ცოტა ხანში შეიძლება დაურეკოთ ერთმანეთს და ხმა არ ამოიღოთ. ხო, რა ვიცი. კარგად თქვი ხო მოგეწონა. მოდი ნახე რას წერს. მაგაზე გაგეცინა ილიას ხუმრობაზე? ელენე, რა მოინტერესებს ახლა იცი? ხუმრობებს რო გწერს, იმ ჰაებსაც გწერს, ა? და იმ ესე თითია სმაილებსაც გიხატავს? რანაირად შვება რა? მე არ მინდა პახმელია რა. ვაი. ეკა მამა. როგორ ხარ მამა? აი, შიდა. აი. მეცა. ვაი. აი, იცი აი. როგორ იცი? აი, ვერ ვიტან ამ სიტყვას, ვიცი, ძველმოდურია, სლენგია. კაციშვილი აღარ ხმარობს და თუ ხმარობს, მე ნერვები მეშლება, მაგრამ ამას უხდება.
ვაიმე დედა. აი ვიბრიდები. მოიცა მე რო წამოვედი კიდე ბევრი დალიეთ? ლაშა ისეთი მთვრალი იყო რომ ორი ნაწილი ნავცხაში დარჩა შეუჭმელი. გამოდინა. ვა, მართლა საშინელ დღეში ყოფილა. ეგ რა არის, მე ესე დავთვერი, კიდევ ლევანმას ნაყიდ მანქანაში დავჯექი. კარგი რა მამა რა, კარგი რა, როგორ შეიძლება ეგრე დათრობა რა? აი გასეთ მესა. შე რაღაცნაირადაა რა. ეს მგონია რომ დავიღრიალო მომეშვება. არ მომეშვება. ხომ მშვიდობა? ბეგონა ხომ არ გათხარ? დავშვიდი, გია იყო. ისევე გონა დავიღრიალებ და კარგად გავხდებიო. რატო აღარ წევხარ შენ? უკეთხარ? რაღაცა ვეღარ გავჩერდი საძინებელში რა. ნუნუ არის აემოზე გადმომდგარი. და ბავშვებს უყრის ხურდებს აზგინათ იყიდეთო. თან ხმაზე ლოცავს. ენერგიულ დელიქალია ეგ რა. მარინა გუშინ ამე საშინელება ხომ არ ჩამიდენია? კი. მთელი ღამე ქართულ ცეკვებს ცეკვავდი და არ ვარ. მე თრალი ვიყავი და ცეკვავ, დიდი ამბავი. საწოლში იწექი მარგულს. მამა, გზის ფულს მომცე? კი, მამი, ჩემ ტუმბოზე საფულეთებს და მიდი აი. კარგი. ბექუნა, 8 ჯერ გამოართვი უკვე და მიხვდება. კარგი რა დედა რა, ორჯერაც გამოვართმევ და მორჩი. გია? რაღაც უნდა გკითხო. ისეთ რამე მეკითხე, ჩემო კარგო, რომ პასუხი თავის გაქნევით ან დაქნევით გაქცე, ლაპარაკის თავი არ არის. კაი, მომისმინე, ესე იგი დღეს რა შეჭამ შენ? მაწვნის სუპს თუ ხარჩო? ჩახოხბილი? მოიცა, ბევრი მარილი უკნა თუ სუნელებით გავაკეთო? ტოლმა ხო არ გინდა? აი მე კარგი რა, თავი ამდგე დავუგე რა, ჩახოხბილი იყოს. ჩახოხბილი, ესე იგი ჩახოხბილი. ჩახოხბილი ხო, ოღონდ ჭამით მე ვერ შევჭამ ალბათ და შენ ისე წვრილად მომიყევი, იქ მესი ამოვნოს. გამარჯობა მეზობლებო. გამარჯობა. საჭმელის ჭამე თაფლიც, გაკვეთილებით ვიმეცაინე, ხელებით დავიბანე, კბილებიც გავიხიხე და ეხლა მაინც არ შეიძლება რომ ჩავიცვე როლიკები? არა დი არ ჩაიცვა, ისე ითამაშე. აი მანქანასავით ატარა. ვა, როლიკები გაქვს ნიკა? ელენე შენ უყიდე? მე არა, ილია მაჩუკა. ილია? ხედავ შენ. ხო, ილია მაჩუკა დღეს ილას დამირეკა და რაღაცებს მეუბნებოდა როლიკ სტოუნსიო და ეგეც შენ რა უთხარი მე? არაფერი, გადავდე ტელეფონი. აბა ხო არ გაუთიშავდი. გადადე ყურმილი? ეს არის აქ რუდებს. კიდე ლაპარაკობს. რა თქვა? არაფერი, ის ქუთაისური კილო აქვს და მაღაზია. დაგქნე ნიკა გავუთიშო? იყოს რა. იყოს რა. რა შაბიძია, ხომას სწავლი როლიკებზე დგომას? მე რანაირად გასწავლი, აბა მე. არა, იცი რატო? შენ ხომ რგვალტერფიანი ხარ და საერთოდ ეგრე ხო დადიხარ და. ელენე, შენ ამას ბატის ჰორმონებს ხო არ ასმევ? რაღაცა გამოშტერებული მეჩვენება. ისე ნიკა ლაშაბიძიასაც ჰქონდა ბავშვობაში როლიკები. ხო? ანუ მასწავლი ხო დგომას? არა, მე. არა ნიკა ვერ გასწავლის. პირველივე დადგომაზე როლიკებს ბორბლები მოძვრა და მე ფეხსაცმელებად ვიყენებდა ხოლმე. რა ფეხსაცმელებად ვიყენებდი რა? ერთი ორჯერ მეცვა ფიზკულტურაზე რა. რა მაგარია რა როლიკები. ამით ვივლი ხოლმე, წავიქცევი ხოლმე. თუ ფეხი მომთხა და მით უკეთესია. სკოლაში არ ვივლი. ელენე, მიაქცი ამბავს ყურადღება. მართლა რაღაცა სვამს ეს ეთყობა. ელენე, მე მაინც მომაქციე ყურადღება. ნე, რა გინდა ისე გიას პატარა მანქანაზე სწრაფად კიდაც.
რა იყო ამდგარიყავი და აქ მაინც დაცემულიყავი ამ სპილოს ხო დააგდებდი ძირს და გაჭყლიტავდი ან დაჭყლიტავდი დაღუნავდი ვერაფერში ვერ გამოგიყენებ შენ ადამიანი ვა კი არაში რაკი როგორ ბატა აი წარმოიდგინე ახლა დედამიწისკენ რომ მოფრინავდეს უზარმაზარი ასტეროიდი და ადამიანებმა ეს ასტეროიდი როგორ ააფეთქო და რომ დაეჯახოს ეს ასტეროიდი დედამიწას და სიცოცხლე რომ მოისპოს მთელ პლანეტაზე და მე შემთხვევით რომ გადავრჩე და მე სიცოცხლის ბოლოს რომ აღმოჩნდეს რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა მოასწრო დედამიწიდან კოსმოსური ხომალდით გაფრენა გადასარჩენა და ის ხომალდი უკან რომ ბრუნდებოდეს და მე დაბოღმელი ამ ყველაფერს ვუყურებდე თან ვკვდებოდე აი მაგაზე მეტად იცი რა არ მინდა რა ახმელიაზე შენი დანახვა ეხლა რავი ზუსტად ვერ მივხვდი ბოლომდე შენ ისეთ ხმა გინდოდა მაგრამ ალბათ რაღაცა კარგი მითხარი მაინც რო არ გეწყინოს აი კარგი გეყო ბაგასო საომე დაწვე მაინც ალბათ თავი გამესკნე რა შეველები ვაი მე დადაში ვა გამარჯობა ბექა გამარჯობა რაღაცინეს ბიჭო იქნები შენ ახმელიაზე რახავეთ რასაც იზამ კუძა რანაირად იქნები სმიჩენ არას ვანდა. საერთოდ რანაირი ქართველი ხარ შენ რა? ნახეთ რანაირი ქართველი მეკითხება რანაირი ქართველი ხარო? ახმელიაზე არ ვიყავ. ავტომი მარინა. გისმენთ. ქალი ოჯახის ბურჯია ნათქვამია, ხო. პირდაპირ მითხარი პაატა რაგი. კარგი პირდაპირ გეტყვი, ხო. მოკლედ ხა აიც გიას რო უყურებ, შეიძლება საერთოდ ვერ გადარჩეს, ეს ცუდად არის. ხო და ალბათ თქვენ აღარ დაგჭირდება და ის მინდა რა ქვია, იქნება ის ჯიპი მინ მათხოვეთ რა, ჯიპი. აჰა, მათხოვეთ რა. რა გინდა ჯიპი როგორ თქვა? სამსახურიდან გამოშვეს მივლინებაში სადღაც სოფელში ზევი და ხო ხვდებით ხა მარშრუტკა იქ არ დადის. მატარებელი ვერ მიდის, ტაქსი ძალიან ძვირი ჯდება და მაინც ჯიპი სოფელში ხო ხვდებით ხა. და ტარება იცი? ტარება კი როგორ არ ვიცი მე ყოველდღე მარშრუტკი დავდივარ ხოლმე სამსახურში და იქ თელი გზა მძღოლს ვაკვირდები სულ აი ხო კარგი ვიცი აბა როგორ არ ვიცი რას ვარ ავტომანი როგორ იცი რა არის პაატა ის ჯიპი არის ლევანის ნაჩუქარი და ძალიან უყვარს გიას ხო და პატარა მანქანის გასაღები რომ პატარა მანქანა იყოს პატარა მანქანა კარგი ხარ გამოგიტა კარგით მადლობა შებეკამათ რა ტრატუარში გჭიკებენ გუშინ გია რომ მოვიდა იმდენი ელაპარაკა მეგობრობაზე და სიყვარულზე რომ დათვნენ და პახმელიაზე ხო აი ზუსტად ვერ მივხვდი ხა ის თქმა გიდონა მაგრამ ალბათ კარგი იყო აჰა პატა გამომართ დიდი მადლობა ჩქარა არია რო იცოდი არა რა ჩქარა 40-ში ჩქარა როგორ ვიყია დიდი მადლობა გიამ რო გაიგოს რომ პატარა მანქანის გასაღები მივეცი მომკლავს. ნეტა არაფერი არ დაუშაოს იმ მანქანას. დედის სრემლზე იამოდისო ნათქვამია. რა გინდა ბექა? ბექუნა. უი რა გინდა ბექუნა? იცი დღეს უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი და ვიფიქრე გიბრს ხარ მათხოვებს ჩემი დედიკო მეთქი. გაგიჟდი ბექუნა? ბექამე. რამე რომ მოგივიდეს? და პატას რო თხოვე? დედა იმას რა უნდა მოუვიდეს? შენ რო რამე მოგივიდეს? არა, ვერაფერს ვერ გათხოვებ მანქანას. ისა გაუტომანა ბოდიში აი ეს ბრელოკი მომიტყდა. ხოდა. ავიც მაინც ვიფიქრე გადავაგდო თუ დაგჭირდებათ მეთქი და აი დავდებ და ხო ხვდებით მე თუ გინდა გადაარდით. უხარისხოა თორემ მე ყველაფერი კარგად არის თუ გინდა ჩამოვთი და აი მადლობა ნახოთ აუელე დამსვი რა გეხვეწები რა Facebook-ზე უნდა შევიდე ცოტა ხანი გეხვეწები რა სულ შენი არ არის გეხვეწები აუ ელენე ტელეფონი რეკავს ილია ხო არ არის ნახე აბა სად არის ტელეფონი?
ალო? მადლობა ელენე. თეკლარა. რა მოხდა გიხოცები ძალიან სიმპათიური ბიჭი გავიცანი Facebook-ზე, ძალიან მაგარი ტიპია. მაჩვენე აბა მაგის სურათი. სურათი არა აქვს. ხო, არც მე არ მაქვს ჩემი სურათი. რა არიცი, ორივეს ნაკლებად ცნობილი მსახიობის ფოტო გვაქვს აყენებული. ხო, ეს ისე ჩვეულებრივად. თუ კიდე ხა გაგიბუქებ და ისე მოგიყვები. ძალიან სიმპათიურია, უგანათლებულესი. არ მაინტერესებს, თეკლა ტელეფონი მირაკავს. ალო? ხო, სოფი. ლიფტი რა რო გამოხვალ, ხელმარჯვნივ კარია. სოფი, ხელმარჯვნივ. მოიცა გამოყო. სოფი, მეორეა მარჯვენა. დიდხანს არ ყოფილვარ და ეთყობა მაგის ბრალია. ხო, მაგის ბრალია, ხო. რა საკეთებთ? მე ბიჭი გავიცანი Facebook-ზე და იმას წერ. მე ილიაზე ვფიქრობ, შენ რა შვები სოფი მოყევი. მე ბიჭი რომ გავიცანი იმას დავშორდი. როდის დაშორდი? რატო დაშორდი? აქამდე რატო არ განიცდი ხო ძალიან? სოფი რა ლამაზი კავაგაცია, სად იყიდე? კაი, დაიწყე. მოკლედ გოგოებო, კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ ჭკვიანი ბიჭები სულელები არიან. საერთოდ რა მინდოდა რატო ხვდებოდი ამ ბიჭს? ხო ვიყავი ჩემთვის შტერი. ეხლა რაღაცები ვისწავლე და სულელი ბიჭები აღარ მომწონს, აი ბიჭს რომ მარკესზე ვერ დაელაპარაკები. აი ძალიან გთხოვ რა, გთხოვ ერთი დღით რომ ათხოვეს, მანქანა რა მოხდება, გთხოვ რა. ექუნა გაგიჟდი ქუჩაში იმდენი გიჟი და გადარეული დადის, 1000 გადარეული დადის. არა 1000 კი არა, ერთი ისეთი გადარეული დადის მამა შენის პატარა მანქანით, რომ ვერაფრით ვერ გა. იცი რა, ასე თუ გინდა მანქანის დარება, დაჯექი და კომპიუტერში ატარე. იქ ხო არ გიშლი არა დედა. ოღონდ დიდხანს არ ატარო, თვალები გეტკინება. ვაი. 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 ეგონი გამიარა. ვაი. ვაი, მარინა წამოწევი რა. საძეროში აღაშენეს ახ წამოწევი რა. ოღონდ შენ ბალიში დავეძე ხო თავქვეშ? ვაი. აი დაჯექი. ვაი. მიდი დადე. ვაი, მე და. აი ეს ხო. არა, ბალიში ამაცალე არ მინდა ბალიში რა. ამაცალე ბალიში ეს. ხო, აი ეს. არა ესე ვიხშობი ესე. ბალიში დამიდე რა, ბალიში დამიდე. ხო, ეს. არა, ამაცალე რა. ამაცალე ბალიში ამაცალე. ბალიში რა თვინე რას. არა, დამიდე ესე რა, დამიდე. კი, რა გინდა? რა ვიცი, ხან ამაცალე ხან დამიდე ხო. მამა, ჩვენ ჯიპს ყავები რატო ეხვევია? ეთყობა გუშინ ძეხვი დაგვრჩა ზედა. არა, ნუ მიყურებ ეგრე ბექუნა, ნუ მიყურებ. ვაიმე, მაინა რაღაცა ჩამოვარდა. როგორ ხარ მამა? ფული გინდა შვილო? არა მამა, ისე გეკითხები როგორ ხარ? ეს ისეთ პახმელიაზე ვარ. ისეთ პახმელიაზე ვარ. მიჭიგე ბიჭო რაღაცა გავიჭედე ხო ხე? აი ძალიან ცუდათა ვარ ანუ. ძალიან ცუდი. შენ მაინც მითხარი, მითხარი. მამა. ხო. ჯიპს მათხოვე? კი მამა, გათხოვე, ხაბარასვი. ოღონდ ერთი პირობით. თუ კი ქუჩაში ამას ნახავ, ყველაფერს თუ დაეჯახები, მაშინ კი. გაგიჟდი გია? რამე რომ დაემართოს, რომ დაიმტრეს? მე ლევანმა ახალს გამოგვიგზავნის. მე ბექაზე ვამბობ. მეც ბექაზე ვამბობ.
კარგი ხალხო, ისეთ სიტუაციას ზომიხნით, რომ ვიხმარა. ხო იცით, რანაირი ენა გვაქვს მილოტაძეებსა და უნდა რაღაცა თქვა, უნდა გამეცნოს, თავი უნდა გამეცნოს. ანუ არ ვთხოვნი, ხო მანგა? გათხოვებებს კი გითხარი რა თქმა უნდა. მართლა? რა მაგარია, სად არის გასახები, მამა? არა, გასაღებს ვერ გათხოვ. მარტო მაქანას თუ გინდა გათხოვ. თუ გინდა მარტო გასაღებს გათხოვ. უკვე დიდი ბიჭი ხარ, მამა. გადაწყვიტე, როგორც შენი თქვი, ესე გავაკეთე. ამდენი რაღაც ვისწავლე და რაში უნდა გამოვიყენო? აი ხლა ვიცი რომ დედამიწიდან მთვარემ და 390,000 კილომეტრია და რა გავთხოვდი? ანუ საბოლოოდ დაშორდი. არა. ასე მითხრა 1-2 წელი ერთმანეთს არ დაურეკოთ და არ შევხვდეთ. ილია როგორ არის? რა ვიცი, ილია ქუთაისშია და ალბათ მალე ჩამოვა. რატო? რატო და ილია სადაც ასწავლის იმ უნივერსიტეტს ავტორიზაციას უქმევენ არა და ევაკუაციის გეგმა ყველა კედელზე ჰქონდათ გაკრული. მე ყავას მოვადუღებ. მეც მინდა თეკვა. სოფი შენ დალე ყავას? არა, მაგრამ მომიდუღე. გამარჯობა სოფი. ყავას დალებთ? არა. ელენე, ცოტა ხნით არ ამოსული. რა იცი მიყუშა, ეზოში იყო როლიკები დადიოდა, წაიქცა და მუხლები გადაიყვიფა. ნუ გეშინია, მივარდი, ავაყენე, მოუვარე და ახლა ჩემთან არის სახლში. თუ წაიქცევარ, ბილა დაეცემა, ხალი ჩამოქვს დაფენილი. მადლობა. მე გადავიხედე აიმიდან და დავინახე თქვენ უვლიდით ნიკას და ნიკა სკამზე იჯდა და ემზარი მუხლებს უკოცნიდა. ხო, სპირტიანი ბამბით მოწმინდა და ეთქობა მაგით. წავალ, ახლა ბავშვ ნამცხვარი უნდა გამოუცხო. მაგიტომ მოვედი ეს მეთქვა რომ შენ არ გენერვიულა. მადლობა, დიდი მადლობა. არაფერს ნახვამდის. ელენე. ნუნუ დეიდა რაღაცნაირად შეიცვალა, ხო? კი, სოფი ძალიან. თმა შეიჭრა. არა, ნუნუ ძალიან კეთილი გახდა. თეკლა, ნუნუ თუ გაკეთილდა, იქნებ შენც გაქვს გალამაზების შანსები. შემომხედე, აბა? არა, არ გაქვს. ვაიმე, მაინდა კიდე ჩამოვარდა რაღაცა. ესა, კაი, წავალ ახლა შენ საძირებს თქვენ რა სიცილით გამგუდავთ? ოიმე. აზია ვიღაცა, მე გავაგებ. არა, მე არა, მე გავაგებ. მე გავაგებ, მე. პოროხა იქნება. პოროხა იქნება, პოროხა კარგი ბიჭია. თუ პოროხა შემოვში, ვაინა ხომ გაგიგია? 5 პოროხა ჯობია ეს პაატასო. რა სისულელებს მოდავ ხო რა. აი. საგეში აწავ ჩამოვარგაც. არის, ჰა? აი, წავალ მე ხა წამოვძვები და ყველაფერი კარგად იქნება. მაინა საწოლი რა უყავი? არა, ხო, კაი, იყავი, გასი. ვიპოვე რა, გამახსენდა რა აქ არის საკი. გულა. პოროხა თუ უნდა მოსულიყო, რატო არ მითხარი? აი, გასალანძღი ხარ რა. რა მოხდა, არ შეიძლება ჩემთან მეგობარი რომ მოვიდეს? როგორ არ შეიძლება, დედა, მაგრამ აწმის სუპის, ჩახოხბილის და ოლივიეს მეტი არაფერი არ მაქვს და სირცხვილი არ არის სტუმართა. დედა, თავმოყარე დიასახლისის ოჯახში, სტუმრის გარეშეც უნდა იყოს მაგაზე მეტი საჭმელი. მე გუშ. გამარჯობაც მარინა დეიდა. გამარჯობა მიშიკო. ბიჭო, მიშიკო რომ ქვია საიდანის. დედა ჩემს პოროხას მეძახის. წამო. როგორ ბრძანდებით? გია ბიძია როგორ არის? სალომეც მომიკითხეთ, გადაეცით. კარგად ვართ, მადლობა. სალომეს მოგიკითხა. დექუნა რა სტილობიანი ბიჭია. აკე შეჩემა დაიტრია მანქანა. არ მთხოვნია. აქ თხოვნია? არა. მომა. აუ ნახე რა ლამაზია. კაი, სოფი რას გავს? კი რატო? რა. ნიკა დედიკო, ასე მალე რატო ამოხვედი ზოგან? კაცებმა გამომაგდეს. შენ საცოდაობას მოვაყურებდი. შენ კიდევ ვერ ისწავლე სრიალი? ოხ, შენ ხო იცი რა? თეორიულად ვიცი. რა? საიდან იცი? სხვებს რო უყურებდი ვისწავლე. არა, მაგაზე არ გეკითხებთ, სიტყვა თეორიულადზე გეკითხებთ.
არიცით, რამდენი რაღაც ვისწავლე ოთოსთან ურთიერთობისას, დათმობა, სითფოს გამოხატვა, გამრავლების ტაბულა და კიდე რამდენი რაღაც. დედა, მე ზევითავალ. ნახე როლიკებით კიბეებზე ასვლა ვისწავლე. ნახე. ყოჩა ნიკა დედიკო, კი, კარგია ყოჩა. რა გჭირს ლაშა რა სახე გავი? კიდე არ გადაგიგდია? სულ ელენე? შუმად მსგავსი სიტყვები ამ ოჯახში მეორედ არ გავიგონო. ლაშა, შენ ახლა სპილოს ჰორმონების სმა ხომ არ დაგიწყიან? არა. ამ სპილოს სიკვდილს გადამარჩინა. აი, შეხედე. სიკვდილს გადამარჩინა. აბა, წამ ეს არის ჩემი უსაყვარლესი ნივთი. ნივთი კი არა, ჩემი უსაყვარლესი და უახლოესი მეგობარია. კი. ლაშა, როგორ გადაგარჩინა სიკვდილს? როგორ სოფი და გავდიოდი ჩვენი სადარბაზოდან მივდიოდი ნაგვის ურნისკენ. ეს რო გადამეგდო რა. რა სულელი ვიყავი. ხო და რო გავედი სადარბაზოდან ეს სპილო მქონდა ასე. რატო? გეტყვით. ნუნუ იყო აივაზე გამოსული და ლოცავდა ხალხს და რო არ ვეცნე მეც მე დამიწყებდი ლაშა შენ დაგლოცოს არ შემეძლო ეს. ამიტომ ეს მქონდა აქ და ჩვენი გვერდითა корпуსი, მშენებარე корпуსი და გადმოვარდა აგური. და ეს აგური მოფრინავდა პირდაპირ ჩემ თავისკენ და ეს რომ ესი არ მქონოდა, გამიჩეჩხავდა იმ თავს. ხო. ეს აგური ეს ნატეხი აგურის მოხდა აქ და შეხედე რას გავს, მაგრამ გადამარჩინა. ლაშა, გატეხე? ნე. არ მიკვირს, იმიტომ რომ საერთოდ სპილოები ძალიან მამაცი და თბილი ცხოველები არიან და არაერთხელ გადაურჩენიათ ადამიანის სიკვდილს. აი მე ელენე რასულელი ვიყავი, რასულელი აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი ამ სპილოს რა. აი შეხედე, სადაც კაი რამდენადმეში შეიძლება ამის გამოყენება. აი სადაც გინდა იქ დადებ, აი მაგალითად აქ დადებ, აი ესე. აქ რო დადებ ესე. აი ესე რო დადებ ელენე, იქ რო შეჭამთან ამას უყურებ. ხო? ან პირი ასე შეგვიძლია პირდაპირ აქ დავიდოთ ესე. აი ასე რო დავიდოთ ეს და რო ჭამ პირდაპირ ასე ვუყურებთ, ხო? ან ელენე, იცი აი აქ შეგვიძლია ესე რო დავდებ. აი ესე რომ დავდებთ ხო, ანუ სანამ საჭმელს გამოვიღებ, მანამდე შევხედავ და მერე გამოვიღებ ამ საჭმელს. ან აი შეხედე, რა სიცარიელი. აი როგორ ეს უნდა იყოს აქა, ესე უნდა იყოს. ეხა მომისმინე ძმაო რა, მანქანა უნდა დაითრიო უეჭველი, რა მე მაგ გოგოებს ვერ გამვაზავ, ნათლია ჩემი სული მაქვს დაფიცებული ძმაო. სულ ესე ხელებით რატო ლაპარაკობ? რა მიჩვეული ვარ რა. აბა გააჩერე და ისე ილაპარაკე. აბშე მე გავაჩერებ, მაგრამ შენ უეჭველი დაითრიე მანქანა. აი უეჭველი გოგო არ გამომეწინე ძმობას და ისე ჯობია. აი მე გადავები იჩალიჩე მანქანაზე რა. არ მთხოვნია თქო და რა ვქნა. ბიჭო რა ქცი რომ მოიპარო გასაღები და მე დავდოთ რა რას გაიგებ. გასაღები მოვიპარო? ხო, გასაღები მოიპარე 1.20 ლარიც გამოვაყოლე და თუ გაიგეს ორივეს გაიგებ რა. მიდი რა ბეკუშ რა გოგოები, ჩემი მანქანა, შენი ბენზინი, ჩემი სასმელი შენი. არა, ნააბაროთ, ბენზინი შენი, სასმელი ჩემი. ხო, კარგი. და მე მამა ჩემი რო გაიგებს და ყურებს ამახევს ერთი ყური ჩემი. გასაგებს, მაგრამ იცოდე, ის მაღალი გოგო ჩემია. აი, მაგრამ ის მაღალი გოგო რო გონია, იმას ქუსლებზე ეცვა და სინამდვილეში მეორეა რა მაღალი. აი, შენ ხელებით არ ილაპარაკო გოგოებთან. აჰა, ვიპოვე. აი. წავედი. არა, დაგვეშვიდობა და. ახლა კერპთაყვანის მცემელი გახდი, ხო? კერპთაყვანის მცემელი კი არა. მე ვიცი ეგ რაც გახდა. მაგრამ გოგო ვარ და არ შემეფერება ეგეთი სიტყვების თქმა. დადგა. იცი რაზე მეშლება ელენერვები 10 წლის ბავშვს დედა ჩემა რო დამიჯერა და გამომიყვანა ფორტეპიანოთან. აი ამ მაგაზე მეშლება. მოიწელა შეგრამ გაგახსენა.
რას ქვია რამ გამახსენა? რას ქვია ელენე რამ გამახსენა? წარმოიდგინე ახლა დედას რომ არ გამოვეყვანე მე ფორტეპიანოდან, ხო ვიქნებოდი ახლა ძალიან მაგარი პიანისტი. ვიქნებოდი. წავიდოდი საზღვარგარეთ, კვალიფიკაციისა სამაღლებოდ, იქიდან რომ ჩამოვიდოდი, ნამდვილად ძალიან მაგარი პიანისტი ვიქნებოდი. მერე ჩემ რომელიმე კონცერტის მერე after party-ზე გავიცნობდი რომელიმე ვინმე ესე ცნობილ გოგოს და მოვიყვანდი ცოლად რა არ მოვიყვანდი. შემდეგ რომ მოვიყვანდი ამას ცოლად გადაცემაში რომ მიმიწევდნენ, რომ მიგვიწევდნენ მე და ჩემს მეუღლეს, მკითხავდნენ გადაცემაში, რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებთ. მე ვეტყოდი რომ კურიოზს ვერა, მაგრამ სასწაულს მოგიყვებით, რომელიც მე გადამხდა, მეთქი და ამ სპილოს ამბავს მოუყვებოდი. ელენე, მე რა გოგო ხარ, უთხარი მაინც. და. ლაშა მომისმინე. დედა შემეიმტკი არ გამოგიყვანა რომ შენ თხოვე. ხო რა. იმიტომ რომ მასწავლებელმა თხოვა. ნიჭი არ აქვს, ცოდვა ნუაწვალებთ. ელენე, ჩემსავით დოს არავინ არ იღებდა. დედა გიდა როლიკებით კიბეებიდან ჩამოვიდე? კი, მიდი. არა, ნიკა არ ქნა ეგ. ნიკა. მოვდივარ. ნიკა არ ქნა ეგ. ვაიმე ნიკა. ვაიმე სტილო. ვაიმე ნიკა, რა არის ბიჭო, რა სხვაგან მაინც დაცემულიყავი, ამ ფილმს დაეჭას, მაინდა, რა ვქენა გიყავ. რა, წესი რა ჩვენ არ იცები. სწავლა შენ არ გინდა. რა, ვერაფერში ვერ გამოგიყენებს ადამიანი შენ რა. ეხი როგორი მასაკნა. მაილა, მეგონი გამიარა პახმელა ვიცი? ძალიან კარგი. ჩაი დამისხირა. ჩაი ერთი წუთის წინ დაგიდგი, უკვე დაგისხე. როგორ მიხდირო, ჩაი მომინდებოდა? 25 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ამიტომ მივხვდი. კარგი. ესე კარგად მიცნო? კარგად ვიცნობ. მაშინ თუ კარგად ვიცნობ, აბა მეთქარი, აი ახლა რა მინდა? შენი ტელეფონი უკვე შევაერთე დატენვაზე. მარინა, ახლა ისეც რომ იზამნო ჩვენი ცოლ-ქმრობა მისტიკაში გადაიძაბა. ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. დედა, მამა რაღაც უნდა გითხრათ. აბა მედიშვილო. დღეს ჩუმად ჯიპის გასაღები ავიღე და ქალაქში გავისეირნე. ბექა რა? მოიცანე მარინა, ბექა რა? რომელი მაგალისო? ლევანმას ფულით ნაყიდი ჯიპის. ჯიპის? ხო, ну მაშინ სუბუქი დატოქსვით შემოვიფარგლები. მამა, შენ ეგ ჯიპი არ მოგწონს, ხო? ძალიან დიდია. ხო, ეხლა არც ისე დიდია ხარ. ბექუნა რა მოხდა? დაწყნარდით გასაღების აღებაზე ჯერ ნუ მეჭუბებით, ბარი მივასაც გეტყვით რომ ავარია მომივიდა და გითხარით უკვე? აბა მიდით მაშინ. რა ავარია, ბექუნა? რამე ხომ არ ეთქინე დაჯექი? არა, ამ ხელაფით შკუა არა გაქვს თავში? ვაიმე, დედა გენაცვალა, როგორ შეგეშინდებოდა? არა, ნუ აი სირცხვილი შენ, რა გასალანძღი ხარ ბექუნა რა. დედიკო, შენ რახან არაფერი არ მოგივიდა, ნუ გეშინია არინერვიულო. არა, აი მართლა სირცხვილი შენ, რატომ არ თქვი მანქანის გასაღები რო აიღე? როგორ არ თქვი, თავიდანვე არ გითხარით? მარინა, ყველაფერს ერთად ნუ აკეთებ, ასე არ შეიძლება გასა. მოდი შევჭამდეთ რა, მე გავბრაზდები, შენ დაიცავი. გასალა გავბრაზდები, ბეკა. რა მეითქინე? არა. სვამ? არა. აბა პატრული მოვიდა? არა. რანერი ამარი იყო ეგ? მამა, მართლა არ იყო ჩემი ბრალი რა. მოვდიოდი უცებ მოსახვევიდან გამოვარ და მანქანა, პატარა მანქანა დამეჯახავ და გაიქცა. ვერტენა, ხემილი ხო? ვერა მამა, რას დავინახავდი, ისეთი აწყვეტილი მოუქო. არა, თან დისკებს ვარჩევდი. აუ, არა მამა, მართლა არ იყო ჩემი ბრალი. აი ეს გამოვარ და პატარა მანქანით ვიღაცა დამეჯახა და გაიქცა. მეც გამოვიქეცი რომ პატრული არ მოსულიყო. არ იყო ჩემი ბრალი. ხო ბექა რა, მარინა, მარინა. შენი ბრალია ყველაფერი. მე რა შუაში ვარ? რა და წესი აქვს რომ დაგემალეს გასაღები?
მე კარგად მიმალავ ძეხს და სოსისებს. მშვიდობაა, ბადა. ის გია კაი ამბავი მაქვს შენ. რა და ის მოკლედ ეს რა ქვია. მე ცოცხალი ვარ ასთორე გადავშყარ. რა მოხდა კაც? რავი რა მოხდა გია და ადექი ბექა დამსვი რა ადექი დამსვი ერთი დამსვი გამოდი აქე და ერთი წუთი ნერვიულობ ეხირავ რა მოხდა და მოკლედ ის მარინა გამოვართი შენი პატარა მანქანის გასაღები ხო ხდები და ეს და ეს მოკლედ მივარტყი რა ეს მივარტყი ხო ხდები მაგრამ ის არ ეთყობა ეხა პატარაზეა მერტყული მაგრამ შენი მანქანა ხო ძალიან პატარაა და ცოტა ეთყობა ძალიან და ეთყო პრინციპში იმიტომ რომ პატარა მანქანა ყავს და ბადა წესიერად ამიხსენი რა მოხდა ხო და გეუბნები გია მიდი მოკლედ მოვდივარ ამ შენი პატარა მანქანით მოვდივარ კავტურ მარინა და უცბად შემთხვევით ეხლა მე კი არ მინდოდა და რადიოში უცბად შემთხვევით გაუშვეს ჩემი საყვარელი სიმღერა არის ესეთი კარდიგანს არის ჯგუფი და იმის my favorite game ქვია სიმღერას და ხოხდე მოვდივარ და ჩემი საყვარელი სიმღერა და იქ ერთი მომენტია რა იქ ანელებს რა ეს გოგო ანელებს და ისის მანქანით მოდის ხო ხდები ეს და კლიპში ეს და უცბად შეანელა ხო ხდები და ის და თან ეს აკეთებს შეანელა გია მე კი არ მიდოდა და რომ რა ეგრევე ეგრევე სამე ხო კარგად არ ვიცი მანქანისტარება რა მექნა ეხა დავიბენი არ ვიცი კარგად მანქანისტარება დავიბენი და შევხედე ჯიპით იყო ვიღაცა ჯიპით იყო ხო ვიღაცა მამიკოს ბიჭი იქნებოდა მოკლედ რო დავარტყი დავეჯახი გაიქცა ისე შეეშინეთყო მეც შემეშინა მოვდივარ ამ მანქანით მე მივხვდი რომ ძალიან ალ მოვდივარ მანქანა ხო დაიმტრა და გადმოხტრე ფეხით გამოვიქეცი აი ეს მოხდა რა მოიცა ის შენიყავი იმ პატარა მანქანით მე რო დამეჯახა? ოც შენიყავი იმ ჯიპით? ოც შენ დაგეჯახე ბეკა? რაც მე შენ გაგინე? ძალიან ხარი რატო დავინერვიულო? რა მაქვს ანერვიულო? არაფერი. უბრალოდ დავფიქრდი და ერთი უბრალოდ სასკოლო ამოცანა გამახსენდა. აუ, მაგრამ მიყვარს ამოცანები, მიდი აბა. შედამასადე. A პუნქტიდან B და C პუნქტებში ერთდროულად გავიდა ორი ავტომობილი. ამოცანა გვეკითხება, როგორ მოახერხა ამ ორმა შტერმა? როგორ დაეჯახა ერთმანეთს? კარგი მამა დამშვიდი რა. დამშვიდებშიო. თბილისში 700,000 მანქანა დადის და თქვენ ორმა როგორ მოახერხეთ ავარია როგორ გააკეთეთ? ბედია გია ბედია გია დაწყნარდი ძალიან რაც მთავარია ორივე კარგად არის არაფერი ისეთი არ მომხდარა და კიდე კაი ბექა ვინმე უცხოს არ დაეჯახა და ის არ გვიჩივის ეხლა ვინ გითხარ რომ მე ჩივის სავაპირე ვინ გითხარ სხვათა შორის გიეს მარო ავარია რომ მოხდა და იქ რომ ჩაიჭეჭყა ის მანქანა ხო იქ სკამთა რომ ძალიან მიიჭეჭყა ქვევიდან და ის ფეხსაცმელი გამეჭედა იქ ვეღარ გამოდიოდი ჩემი ულამაზესი ფეხსაცმელი და იზოლებული გავხდი დამეტოვებინა ეს ჩემი ფეხსაცმელი და ახი როგორ დავდივარ შეხედა ეს მოვდივარ რამდენი ხანია და რომ წახვდა იმ მანქანას რომ გააკეთებ ხო ძალიან გთხოვს ხელოსნებს თავზე დაადეგი ყურადღებით იქნა წამომიღებ ესე იგი მანქანას მე ვაკეთე? მანქანას არა მანქანებს მანქანებს აკეთებ შენ აბა მე რა შუაში ვარ ვერგო მე რა შუაში ვარ მოვდიოდი ჩემთვის წყნარად ვსეკოვდი საღამოშიდობისა მეზობლებო მარინა სხვათა შორის ელენემ უგემრიელესი კექსი გააკეთა მაგრამ მე მაინც აქ შემოვედი სავახში მობრძანდი ლაშა ხო რასახები გქ მოხდა რა მე ხომ შევ არაფერი ისეთი კაცო არაფერი ისეთ ხო რა მოხდა შემოლაშა და აი მორო აშ ბატონმა ერთმა ერთი ჩემი მანქანა და მეორე მანქანა წაიყვანეს ერთინი უახერხეს რომ ერთმანეთს შეეჯახენ რას ლაპარაკობთ რა ვახ მოიცა პატრული მოვიდა არა ორივე გავიქეცით მაგრამ ესე პატრულის სირენის ხმა კი გავიდა სირენის ხმა არ იყო მე ვკიოდი წარმოგვიდგენი ესე იგი ერთმა ჩემმა მანქანამ დაამტვრია ჩემი მეორე მანქანა
თან მე არც ერთში არ ვიჯექი და ორივეს მე ვაკეთებ. აჰა, ხედავს. ეხო წელი რა ის ფეხსაცმელზე არ დაგავიწყდეს რა ხოდები მნიშვნელოვანია ჩემ. ატა კარგი რა ბატონო. კარგი რა გია მართლა კარგი და რა მანქანა რის მანქანა კაცო. რა დღეს უარესი რაღაცა მოხდა. ჩემთან სახში ჩემი უსაყვარლესი სპილო როა. გამოექანა ნიკა დაეჭახა დაჭეჭხა ის სპილო. რო შეხედო რა სპილოს აღარა გაწამს. მე კიდე კაცი აღარ ვარ. ვარგი ვარ კაცი. კარგი რა კარგი აშა რა დაგემართა ხაფო რა სპილო კაცო რა. ორი მანქანა მყავდა, ორივე დავევდა და ორივეს ვაკეთებ. დაწნარდი გია ერთი წუთი. ხო ხედავ რომ აი მე ბექას დავეჯახე მანქანით. ნიკა იმ სპილოს დაეჯახა. გადაწუთულია მოძრაობა განაჩი. რა სიზა ვერ გავიგე ხა რა ვქნათ. გია მართლა კარგ ჟესტიანჩიკს თუ ნახავ ეხვეწები მითხარ იმ სპილოსაც მიუყვან იქნებ რაღაცას და ამსგავსოს გქოს ფეხსაცმელზე გია დაგავიწყდეს კარგი რა გასკა დაგოვლი უკვე რა მოდით ივახშმეთ ახლა მოდივარ ადეკე ავდგეთ კაცო უხერხულია გაამსადა სულ 10 წუთი არ დაგტოვენ კაცო 10 წუთი აი 10 წუთი დავტოვე გამედი გიასთან და ვინქნა ეს რას დაამსგავსა რა არის ეს გამაგებინეთ რა არის ეს ოხლა შატორუნჯაძე არ უნდა გავსულიყავი არა სულ შხამა ჩეგერკოსაც გიასთან ჭეჭამ ის შემწვარი კარტოფილი ის მჟავე კომბოსტო ორი ჭადი ის ყველი სულგუნი შებოლილი და მეორეც ის ორი ფილა შოკოლადი ის ნამცხვარი ის ბანანი ის ვაშლი და ჩურჩხელა შხამა ჩეგერკოში რა არის ელენ ეს რა არის შეამჩნიე ხო? რას ქვია არ შევამჩნევდი სპილოს კი არა ქოთანს გავს რა ვიქნა გამაგებინე ლაშა სოფი გადიოდა და შემთხვევით წამოედო არ უნდოდა ძალით არ უნდოდა სოფი იყო ხო? ძალიან კარგი ეხლა ნაყოს მაგრამ როგორია გამწარებული და გაბრაზებული ლაშა კარგი ლაშა სირცხვილია ეხლა ქალს ამხელა კაცი ქალს ჩხუბს ხო არ დაუწყებ არა თან სპილოს გამო კაცი არა გავალ ეხლა მე აფიაში დავლევი ჰორმონი სულ მე ვიტყევი შესა როგორ მოახერხა ამ ორმა შტერმა? როგორ დაეჯახა ერთმანეთს? კარგი мама დამშვიდი რა. დამშვიდებშიო. თბილისში 700,000 მანქანა დადის და თქვენ ორმა როგორ მოახერხეთ ავარია როგორ გააკეთეთ? შემთხვევით რა ხო ხდებით აი ესე შემთხვევით მოვისმინე თქვენი და თეკლას საუბარი აი ეს ფრიდონის სახში რომ ლაპარაკობდით. რა? ანუ ვიცი თქვენი წაიდუმლო ქალბატონო მამა. როგორ ხართ გოგოებო რას აკეთებთ? მე ბიჭი გავიცანი Facebook-ზე და იმას წერ. შენ მე როგორ მომიგებ შენ? პატა, რაზე შევთანხმდით? სიმაღლეზე აღარ მეხუნდები. კარგი ხო. არ შეწუხდე რა. კარგი, მადლობა. ეს რა გავაკეთო საჭმელი რა. მარინა. რა იყო გული გამისკდა რა გაყვირებს? ის დამესის ბრა. ინის. ხომობდი ძალიან ყურადღებიანი თაგვია მეთქი. მოკლედ ძინავს და მესის ბრა ხამურა. ღამურა ნელ-ნელა მოდის ესე ტატი ჩემსკენ მოდის მოლივლივებს ესე მოდის გაჩერდა ჩემ თავთან თავიდან შემეშინა როცა მეთქი ღამურა თვებში არ მეცეს თქო მაგრამ არა ესე ნელა დაჭდა დიდი ღამურა იყო ჩემზე მაღალი მაგრამ თვალებში რომ ჩავხედე შიშმა გადამიარა მივხვდი რომ ის იყოს ანგელოზად გადაქცეულიყო მე სიამონა მე თავისთან მიმიხმო იქვე ქვაზე ჩამოჭდა ესე მუხზე დამისვა მხარზე ხელი მომკიდა და მეუბნება გიორგი ის გიორგის მეძახდა გიორგი წადი ჩემგან
თავისუფალი ხარ. კიდევ ვიტყვი რომ იმ ქვეყანაზე არაფერი არ ახსენებს. ძილშიც არ გასწრებს, ხო? და თუ გაუგია ჩემი მანქანების ავარიის ამბავი და შეწუხებული იყო. და დამაწყარა ნუ გეშინია, ნუ ინერვიულებო, ყველაფერი მოგვარდებაო. ისე რას უნდა ნიშნავდეს სიზმარში ღამურა, ჰა? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ცოტა ხანში ეგ თავი გაგაფრენინებს. კიდე დიანას ელაპარაკებოდი? არა, ლევანს. რაო, ლევანმა გაბრაზდა? ბექამ მანქანა რომ დაამტვრია. არა, შენზე გაბრაზდა. მე რა შუაშუა? მე უთხარი რომ შენ დაამტვრიე მანქანა. გასმერჩი მარინე, რატომ აძულებ ჩემ თავს ლევანმას? აგეთ ესე რა, შეაძულე. მიქნებს საერთოდ დამანებოს თავი. გია. ისე ნერვიულობს, ბექუნა. მთელი დღეა ოთახიდან არ გამოსულა. ხო, ისე ნერვიულობს, პირდაპირ რომ ამ ნერვიულობის ნიადაგზე ერთი ახალი თამაში გადმოუწელია და უკვე დახურა. ლაშა, ამათ ოთახში რა უნდოდა? რა ვიცი, თუ ხელ ცოტა მომშივდა და წავიხემს. და ასე ადრე რატო ატეკი? რა ვიცი, მომშივდა და ვეღარ დავიწყე. ნიკა დროზე ჭამე და წადი სკოლაში გაგვიანდება. ხო, ჯერ ტკივილ გამაყუჩებელს დავლევ და სისხლის დამწევს, გზაში გონება არ დავკარგო. რატო, რა გჭირს? სკოლაში თუ ცუდად გავხდე, კიდე ალბათ ვინმე გამოუძახებს სასწრაფოს. რა გჭირს, ცუდად ხარ? არა, არ ვიცი, მაგრამ გული კარგს არ მიგწნობს. რამე გკივა, ნიკა? ნიკა რა, გამიხეთქე გული, არ შეიძლება ესეთ რაღაცები. გკივა, რამე თქო, გკივა? რა? რა აღარ. ნიკა, ყელი გტკივა? კი. გააღე ჩაგხედა. ყელში არა, ტვინში ჩახედე, მაგას ტვინში. რატო არ მიჯერებთ ხალხო რა, მართლა ცუდად ვარ. რა გტკივა, ნიკა? ყურებიც ამტკივდა. ძალიან? ჰა? ძალიან? ჰა? ნიკა, ყურის ტკივილის ვენაზე არ მოქმედებს. მაშინ კი ძალიან. ოხ, ნიკა, ოხ, ვისგავს ასეთი მატყუარა, ეს ბავშვი ვისგავს გამაგებინეთ რა. ელენე, მიდი ჩაი დამის ხეს მაჯები მტკივა. ნეტავი ვისგავს ეს ბავშვი, ნეტავი ვისგავს. რატომ არ ჯერეთ ხალხო, მართლა ცუდად ვარ. კარგი ნიკა, გეყობა. ვაიმე, ლაშა იცი რა გამახსენდა. გახსოვს ბავშვობაში რომ იტყვევოდი მთელი ერთი თვე ცუდად ვარ მახველებს და ჩვენ რომ მივხვდით რომ შენ იტყვევოდი და მაინც რო გიშვებდი სკოლაში და შენ ყოველდღე ამბობდი ხალხო მართლა ძალიან ცუდად ვარ და ნელ-ნელა ყველას რო უბატებდი. ლაშა რა სასაცილო იყავი. არ ვიტყვევოდი კაცო, მაშინ არა. ცოტა ხანში რომ მივედი ეკნა, იცი რა მითხრა? იცი რა მითხრა, სულ ახლა ხანს ყავს გადატანილი ფილტვების ანთებაო. ახლა რომ ეფერებოდი, მაშინ მოგემორჩა. არაფერი არ წერია. ეს საერთოდ ფურცლები რა დაიწყე? რა არის? კაი, მომისმინე, პაატამ რა გითხრა მანქანაზე? გული გამეწყალა კაცებს. მე წავიყვან, მე გავაკეთებინებ. წავიყვან და ეზოდანაც არისო გასული ბორდიურს დაეჯახა. მარჯვენა შეღუნა ეს მანქანა, მე მაწყარებ და რაგინა ეხლა სამოგებოდ ორივე მხრიდან ერთნაირად არის შეღუნულიო. მათ რა გითხრა, უგი აღარ ვიცი მაგ მანქანებს რა უნდა გავაკეთებ რა. ია. იცი რა მინდა გითხრა? არ ვიცი, მაგრამ უკვე არ მომწონს.
აი, მითხარ, აი. გია, მე მართვის მოწმობას ავიღებ და მე დავждები მაგ ჯიპზე. რა კარგია. ხო და იცი რას გეტყვი? რაღაც მაკეთებენიოთ მაგ მანქანებს, ა? მაგრამ შენ დაამტვრიე და მე ერთად გავაკეთებ. არაფერსაც არ დავახტო. ვიცი მეტარება, ვიცი, შენ ხომ ასწავლიდი? თან მეუბნებოდი ძალიან კარგად დაგყავსო ყოჩაღო. მაშინ შენ ცოლქმარი არ ვიყავი და იძულებული ვიყავი ასე მეთქვა. ისე საშინლად ატარებ და მე აი მოძრაობის ნიშნებიც კი არ იცი. ვიცი, როგორ აბა მკითხე რამე. კარგი. აი რას ნიშნავს, როცა კაცი ასე გიყურებს? ასე? ხო. მოიცა ეხლა. აუ ეგ აღარ მახსოვს, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, ეხლა თავი დამალები შენი ჭირმე, ნებები არ ამშავო. იცი რა, შენ ტარება მასწავლე და თეორიას მეცენ ვისწავლე. არა, ტარება პაატამ და ბექამ გასწავლოს. მაგრამ არა. აი, თეორიას როგორ ჩავარებ? 1200 ტესტია. 1200 რეცეპტი რა მახსოვრე და მაგას ვეღარ დავიმახსოვრე. კაი, მაშინ აბა ერთ მითხრა, 594 რომელია? ბოსტნეულის ჩანახი ქოთანში. უი, მაგას გავაკეთებ დღეს. რაღა ეს კითხა. ვა, პატა, მოდი ერთ დაჯექიათ. რა მითხარი ახლა იცი შენ? მთელი ღამე მუცელზე რატომ ეფერებოდი? გეტყვი ის რა ქვია ლაშა, მოკლედ რა ხდება? სიზმარი ვნახე ხო ხდები და პატა, წესიერად ილაპარაკე. წესიერად ლაპარაკობ, ხო, კარგი დამაცადე ერთი წუთი. სიზმარი ვნახე რა მოკლედ და ვითომ სადარბაზოში ვიდექი და ლიფტის გამოძახება მინდოდა, ხო ხდები? მაგრამ აი ეს სამწუხაროდ ღილაკს ვერ პოულობდი. ეხა გაჭირდა მუცელს და მე რა ხიშენ? გაჭირდი ეხლა, გაჭირდი. ხო. პატა, ჩაის და ყიყლიყოებიც მინდა, ყიყლიყოებიც, ხო, ყიყლიყოებიც გააკეთე. რა შეიძლება ბავშვი როგორ ხარ აბა? რა უნდა ხნას? წასვლა ეზარება სკოლაში და იგონებს ვითომ ცუდად არის და ესეთ რაღაცებს. არ მიგონებ ხახო, მართლა ცუდადოა. ნიკა რა გაწუხებს? თავი მტკივა. რატო? იმიტომ რომ პატამ წავამარტყა. როდის წამოგეწე ბატყუა? აი ნიკა მორჩი ახლა მაიმუნობას დროზე წადი სკოლაში გაგვიანდება. ისე ელენე პატარა რო იყავი ხოლმე ეს მიყვარდა ეს ტყუილები ხო ხდები სკოლასთან დაკავშირებით და ერთხელ მოიტყვე ვითომ მამა მომიკვდა მეთქი რა მამა ხო და შემიგროვეს ფული. მე ფული თვითონ ველოსიპედი ხო ხდები და აი ეს მის დადო მარტო იმას ვსავდი ხოლმე რა ეს ველოსიპედი. აი ეს არის ტყუილი მე მეთქე კი აი ეს არის ტყუილი. როგორ არ უნდა უთხრა რა ეხა მოდი და ვა შეხედე რაიმე ნერვი მიშტა ნახე საძურებში კახა მოკლედ შენ ძალიან დაბალი ხარ რა პატა ძალიან დაბალი ხარ მეთქი ხო მოგიგე კალათბურთში და ხო შეთანხმდით რომ ჩემ სიდაბლეზე აღარ იხუმრებდი ხო და მე არ ხუმრობ სერიოზულად გეუბნები ძალიან დაბალი ხარ არ გეხმართ დაღალო რა არის დაღალო რას რა ნიშნავს მე ვიცი ეგ რასაც ნიშნავს შე არ მოგინატრე ისე ჩემი ხუმრობების სიდაბლეზე ჰა არა სამწუხაროდ იმათ იცი როგორ მოენატრეს თუ გახსენებე და იცინიან ხოლმე ვახარა და რა მაგარი ხუმრობა მაქვს მოფიქრებული და როგორ ეცადე ერთი წუთი ალო გურა მომისმინეს შენ რამდენი ხარ სიმაღლეში? რა იყო რა ამბავია ვერ გავიგე. რამდენი ხანი არ მინახე? კარგი ხო, კარგი, მეტრო 95 რა ამბავია რა ქშის რა ის. ალო ზურ. ხო, პატა ვარ, მომისმინე ზურ. შენ რამდენი ხარ სიმაღლეში? მეტრა 65? ხო, ეგ არის. ხო, მომისმინე ახლა. შენ მომისმინე ისეთი დაბალი ხარო რა ქვია იმაში მეტროში. ეგრევე გადიხარ. ხო, ძრები ბარათის დადების გარეშე, ძრები. ხო.
კაი ზურა რა ვქნა ხა გამიგე მეც გამიგე რა რაღა ვიღაცა სხვა უნდა უთხრა რაღაც გამიგე კაი მიგო გამიგე ახლა კახა რა და შენ რა კახა რა შენ რა ხლა წამწამები გა რა ეხლა და რა ხლა წამწამები გა თვალებს უახავ ხოლმე ტაშის დაყვის ხო ის რა ხლა შეხედე რამსი თითები ვიდგა თითები ვით უნდა რა ატა უკრა ნუ ახავ თუ ნუ უკრა ტაში მიიხედე ატა ნუ დამცინი და დაანები ჩემს წამწამებს თავი ჩვენ სხვათა შორის სიდაბლეზე შევთანხმდით თუ არ დაგცინებ და რა წამწამებს რო იცოდე ხო რა რამსი თითები ვიცად თითი ხუმრობის ხასიათზე ხარ ხო მე კიდე ცათბირზე მისაყვედურეს უკმაყოფილოები არიან ჩვენი დეპარტამენტი და კერძოდ შენით თვალსავახელზე წამწამზე ასე უცებ რა დაგემართა? არ ვიცი გია რაღაცა ცივა ძალიან და ყელიც მტკივა იცი. მე გაი დიანასთან გავუთავებთ რომ ჭორო მაგის ბრალი იქნება. პატრაკი აღარ ხარ გული კაცო 10-12 საათი გადამულა ტელეფონზე ლაპარაკი ძველებურად აღარ შეგიძლია უკვე. კარგი რა ეგ რა შუაშია. როგორ თუ რა შუაშია კაცო არ გახსოვს ერთხელ დიანას ბევრი ლაპარაკი თქვა რომ ამოუვარდა. შეც ახლა ეთქვა ამდენი ხანი რომ ვილაპარაკე სუსტად ახლა და ეგ არის. მე სადილის გაკეთება მაინც მომესწრო და მე გამختارიყავი სულად რა. მარინა შენ იწეხი და მე გავაკეთებ რამეს. რისი გამკეთებელი ხარ გიგა? ადამიანო მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორებს შლი და ვაწრობ და ახლა სადილს ვერ გავაკეთებ მე. ესე იგი წინ საფარი წინ საფარსა ესე ვიკრავთ სავით რა გავაკეთო ახლა? კარგი რა. არა, ხარ იცეხი, მე ვამბობ რომ უბრალოდ აი რომელი სადილე მომამზადო მეთქე. აი მანდ რეცეპტების წიგნია და რაც გინდა ის გააკეთე. აჰა. რეცეპტების წიგნი. რომელი აი ეს იქნება კაი. ხო, აი ეს კარგი იქნება, მაგრამ რა მხოლოდ რეცეპტი, ამას რა წაიგიხოს ბოლომდე. კაი, მოგლეთ. ესე იგი, ხა? ო. მოგრა ჩამეთრია ხო იცი? ესე ბიჭო. მოიცა და მე ჯოჯა ამ ხოც რა მოუვა მე ბოლოს ე? აი, ხედა, აი. არა, ვიცოდი რა ასე გემრიელა დამთავრდება და ვიცოდი. გია. ხო. მაგა შენ ვერ გააკეთებ და კარტოფილი რო შეწვა შეგიძლია? იგაც როგორ შემიძლია? რა უნდა კარტოფილი შეწვა? იქ კარტოფილს ეწვა. სახელწოდებას გეუბნება. შემწვარი კარტოფილი, ანუ შეწვი კარტოფილიო. აი აჯაბსანდალი არ ფსაგიო. არა, აჯაბსანდალი. გაიგე რა უნდა? აჯაბსანდალი. მიდი შეწვი. ხო. ესე იგი, ვიღებ დაფას. დავიღებ კარტოფილს. აბა. და ზეთი? ზეთს არ ვიღებ ზეთს. ზეთი უკვე აქ არის. ეგ ზეთი არ არის გია, ძმარია. ზეთი ეგაც. ვდებთ ძმარს და ვიღებთ ზეთს. მარინა, ეს არის ზეთი და ეგ არის ძმარი. მოცა აბა ის ძმარია და ზეთიო? გაგეხურე. აი ძალიან კარგია შეთვითონ რა ვთქვი რა. თორე მე მივხვდი და მაინტერესებდა შენ რა სიზამთე. და მაგამდე აი ნახე ზლოკვეთის მოსახლეობა უკმაყოფილოა საჩივარიც კი გამოგზავნე შენ სახელზე მართლა ნახე რა ხალხია მაგათ ხო უთხარი რომ მე უთხარი არ ჩამიშვათ მეთქი თორე გასაერთოდ გადაგიჭრეთ მეთქი პატრონო წამწამზე ხوار შემოგაჭდეთ უთხარი რომ გადაგიჭრეთ მეთქი ამ სოფელს გაზი რომ არ აქვს იმიტომ არის უკმაყოფილო თელი დღე საყოდურებს ისმენ იმიტომ რომ რაც დაგავალე ვერაფერი ვერ შეასრულე ხო და შენი ბრალია მე რას მოვალე ხო იცი რომ ვერ შევასრულე პატრონო კახა მოდი ეს რაღაც გავაკეთოთ ახალი სანაცვლოდ დავდოთ გინდა როგორი და მოდი კლაუჭიში შემეჭიბრე
გაწყობს კლავჭიში შემეჯიბრე და თუ მოგიგებ იცოდე ის კალათბურთის შეთანხმება გაუფებული იქნება დაგცილებ ციდაბლეზე რამდენჯერაც ვიდა როგორც ვიდა დაბალტანზე ჰა მოსულა მოდი დაითვალე 1 2 3 ოჰო ნელა ტკივა ბატონო კახა რა საკეთე ნელა ტკივა ბატონო კახა ნელა ტკივა რა საკეთე გეხუწები რა აღარ ითვლება გეხუწები რა ხელი მეკიდა ვაი ტრანსმიტე გეხუწები მე ხელი მეკიდა ხომოგიდე მოგიგე აი ზუმ და გავიდე კატი შედაბალო უი მარინა შემწვარი ზეთი ხომ მავნებელია კუჭისთვის კი აი ხო ხედავ მოდაგაც ავდგები და რაიმე გემრიელ წვნიანს გავაკეთებ ჰა უი მართალი ხარ იცი მეც წვნიანის გაკეთებას ვაპირებდი და იქ დაჭრილი ხახვია და ბარემ დაყარა ტაფაზე და მოშუშე შეხსენება ამჭირდება ესე იგი არა ძმარს ვდებთ ვიღებთ ზეთს ვასხამთ ტაფაზე არა გვენანება შემდეგ ვიღებთ მარინას მიერ დაჭრილ ხავს და ვყრით ტაფაზე აი ასე შვენიერია შემდეგ ამ შავი ლამაზი სარევით ვურებთ რომ არ მიგვეწვას გას თუ არ ჩართავ არასოდეს არ დაიწყო მართალია მან თერთგას კარგია და ვცდილობთ რომ ხახვი არ დაიწვას მანამდე უნდა მოვძებნოთ ქვაბი მანამდე უნდა მოვძებნოთ ქვაბი არადა გამოაღე და მანდევს ქვაბი ქვაბი სავარაუდოდ უნდა იყოს აი აქ არა სადაო აი აქ არის მართალი ყოფილვარ ქვაბიც აქ აგვაქვს იცი რა ვიფიქრე? თუ ესე ძალიან მოგწონს, მან ფუსფუსი თუ კიდე სუჩების საქმეები აკეთე და მე შესმაგივრად ვიწვევი აქ და ვინერვიულებ თაგვზე. როგორც იყო, ისევ დავტოვოთ. ხახვი არ დაგეწვას გია. არა, ხახვი უნდა დამეწვას, მან რა ლაპარაკობ. ისა მარინა ესა ნახშირი კუჭის მოქმედებაზე ხომ სასარგებლოა. გამოდის რომ ესე იგივე სამკურნალო საძის ვაკეთებ. შეთავებით ეკო. გუში რო ბიჭს წერდი იმას. არც ერთმა რო არიცით რეალურად ვინ ხართ ეს ორივეს რომანტიული გონიათ? ხო. მე მეგონა უკვე დაშორდი. არა, რატომ უნდა დავშორებოდი? ხო რა ვიცი, იქნებ შენი ფოტო დააყენე თქო. იცი რა მაინტერესებს, შენ რო ფანი ყავდა, ის არ გამოჩენილა? არა. იქნებ ეგარი? არა, სოფი, 78 წლის ყოფილა. ალბათ დავავიწყდი. მომისმინე თეკლად, რატო არ გინდა რომ შენი ფოტო დააყენო? რა არის, იცი კი ვიფიქრე დავაყენებ თქო, მაგრამ არ მინდა მაინც ესე პირდაპირ ჩემმა გარეგნობამ მოახდინოს გავლენა და მაგიტომ. ხო, შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს. მანახი რა წერ? არაფერს რა შვები სად დაიკარგე თქო. ისე მართლა ბიჭი არ მინახავს და მე მგონი მომწონს. მე მგონი შენზე შტერი ვარ, სოფი. ვა, რა აქტიურია ნაშა ანახე რა. სუთითო წერს. ჯერ ერთი ნაშა არ არის. და მეორე ხანდახან მეც წერ ხოლმე. შენ რა იყო გევასება ბიჭო, მე რას მიმალო მითხარ. არაფერს არ გიმალო. ჯერ უბრალოდ არც ვიცი მომწონს თუ არა. ისე მეგობრობ და მე ვნახოთ რა. მაგრამ აი გრძნობ რომ კარგი გოგოა რა. ახ, გახსოვს მაშინ რომ გრძნობდი ვიღაც ნათიას რო ელაპარაკებოდი და მე რომ აღმოჩდი.
გასწევს. არაფერი როგორ ხარო, სად დაიკარგეო? იმ დღესაც ჩეთაობდით, და? გრძელვადიანი ურთიერთობების გაიჩიტა რა საღო ბექო საღო მე მიწერე როგორც ხარ რას დაიბენ მომე რა მე მივწერ რა ვაიმე თეკლა ეს უზრდელია ვიღაცა ნახე რა თიც გვიჩვენებს სოფი მომისმინე ეს ნიშნავს კარგად ვარო ის სხვა თითია ვიმე რა არის სამწარე ყოფილა ეს ხელიზეთი რა არის არა არ მეწმის არა ეყოფა ამას მოუგე მზად იქნება უკვე გასვერ აბა ნახოთ ახლა ესე იგი მე რა სუნია რა არის ეს ვაიმე რა არის რა სუნია გამისთანა აი როგორი სუნია კიც აი გახსოვს ბავშვობაში ძველი მაიკებით აი მაგიდასო წმენდე ხოლმე სველი ტილოთი აი იმის სუნია კარგი რა ესე იგი რა გამოვიდა ხახვი დამეწვა ხაშვა დავაკელი მარილი მეტი მომივიდა ძალიან ცხარია წყალწყალაა და სველი ტილოს სუნი აქვს მარინა ხომ არ დაგისხა გასინჯა რას დავისხავ გადაასხი კაცო გადავასხა ბექუნა დედა ქუჩაში ჩიფსები ჭამე რა და ისე მოდი სახში. კიდე და მშვიდობაა. კაი არის ნერვი. კაი. ვინ უნდა შეჭამოს ახლა ეს წყალა სუპა გამაგებინე ერთი რა. გამარჯობა მეზობლებო. ლაშა. მოდი. მოდი. ლაშა, ცუდად ავარ და ვერ წამოვდგები ბუკაცრავად. არა, იყოს, მარინა, არ არის პრობლემა, რა პრობლემა. რა კარგი სუნია? იგი აი. აი, მარინა მოვზად აი ამ ცუთას, ხო, გასინჯა? გია, სახლში გია ხელით ახლა. მაგრამ კიდევ კარგი ბოლომდე არ გავძეხი. ვიფიქრე გიასთან შევლი რაღაცას დავამატებ მეთქი და გადმომიღება. მოდი. გია. თუ შეიძლება ეს ბალიში გამისწორო რა. ჯერ გადმოეყო მე გაისწორებინა ეს ბალიში. რა მოიწამდა შეხედეთ რა ამას ამოწამო. აი თებში, ამიღო თებში და დავასხათ ჩვენი უგემრიელესი წყალსუპა. ხო. რა არის წყალსუპა? წყალსუპა. კარგი იქნება, კარგი. მე თუ ეფის მომზადება რომ ვასო, მაგრამ მეცმონა ძალიან გემრიელია. რა თუ ნახლა ამდენი წვალება გია მოიტანე ჩქარა ახლა. აბა გემრიელა მერცი. ძალიან ცხელია გია. ძალიან ისეთი ცხელია რომ აი გემოს ვერ უსინჯავ, მაგრამ აი ამ წყალსუპას გემოს ვერ უსინჯავ, მაგრამ ასეთი წყალსუპა ჯერ არ მიჭა. რა დროს ეს იყო ახლა რა დროს ეს იყო რა. ალო. ხო პატა, ხო. რა გინდა სწრაფად მითხარი უგემრიელეს წყალსუპას ჭამ, ხო. მე რეგეტყვი რა არის, ხო. ხედავ რა გემრიელა ჭამს. ახლა მე რო არ ვიცოდი ამაზე. რა გემოა? მე ხო შევჭამდი ამასთან ერთად. ხო, კარგი ხო მოვალ, კარგი ხო და კარგი დაწყარდი მოვალ ხო. არცალია ახლა მე დაგირეკავ კაცო. ლინარი ეს რა. პატამ დამირეკა რაღაცა შეშინებული ხმა ქონდა, შენი დახმარება მჭირდება და მოდი სამსახურში. რა ვიცი, სამსახურში აღარ მოხდარიყო. რა იცი რა ხდება ახლა? მიდი წადი ახლა დროზე, მიდი. წავალ ხო, დამიმატე ცოტა და წავალ მე, აბა რა ხდება? თუ აი კონტეინერში ჩაგესვლა, ვაი პატასაც წავალ. პატას არა იმას უნდა წავალ. კონტეინერში ჩანსკი შემოხატო. კონტეინერში ჩანსკი. ამას მე მგონი მოხუცი კაცი გონი ხარ. მე? რატო? რატო შეხედე რას გწერს? მე კარგად ვარ შერაშვები ბაბუო. ნახე კიდე ვიღაცა გიორგი გწერს, მიდი რა მაგასაც უპასუხე. სოფიეს მამა ჩემია, ესე მაკონტროლებს ხოლმე. ხო და საერთოდ ჩემი 650 მეგობრი და 300 მამა ჩემი. ვაიმე მომწერა. ვაიმე რა ვქნა, რა მიწერო. აუ, სოფი იცი რა არის, ხო ხვდები, მაინც რამდენიმე დღეა ვლაპარაკობთ და არ მინდა რამე ისეთი უთხრა, რომ ურთიერთობა გაგვიფუჭდეს. მე პირიქით. რაღაც მოუყევი შენს გარეგნობაზე. შეგიძლია რაღაცები მოატყუო. შეგიძლია სიმართლე უთხრა, დააინტრიგე ერთი. ხო? მომეცი საერთოდ. მე მიგწერ. ესე იგი, მინდა რომ უკეთ გამიცნო. ვარ მაღალი, ლამაზი ტანით.
თვალები მიმიგავს შარლის ტერონს, თმები ნიკოლ კიდმანს, ტუჩები ანჯელინა ჯოლის. ტუჩები ანჯელინა ჯოლის, ღიმილი ჯულია რობერტს, ცხვირი თემურ ციკლაურს. გადაობს ეთყობა რა. მოიცა, ეხლა რა მიწერო მე, ჰა? ბიჭო, რა მიწერო და რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს, ის უნდა მიწერო. გაგიჟდი, ეგრევე მაგას ხო არ ვკითხავს. ჟეტრებაგრაო? სოფი, მომეცი. აბა რა თემურ ციკლაური, კარგი რა. მე ვწtildeობ ადამიანს სერიოზულად დაველაპარაკო, შენ კიდე რეებს წერ. კაი, ვიხუმრე, ხო გითხარი ბოდიში თქო. ისეთ ეხლა ერთხელ მეც მინდოდა რომ სხვისი სახელი დავრეგისტრირებულიყავი და ვიღაც ბიჭები გამეცნო. მე რა სახელი ვერ მოვიფიქრე და დავალე. რა მივწერო ეხლა? არაფერი არ მიწერო, ცოტა თავი დაიფასე და მერე მიწერე. ინტერნეტი გაუჭედავდა და მაგითო ვეცეს. ამ სიგარეტი ჩამოვკრე შენ და მთელი სამინისტრო შეარწმუნებაა და მთელი სამინისტრო მე რამდენად მითხარი აგია დაწნავდი რა ბატონო კახა რატომ მეჩხუბები სულ რაღაც 27-ით მოხდა ეგეთი რაღაცა რა გჭირს როგორ შეგეშალა და აგურების მაგრად სარწყავი მილები როგორ გაუგზავნე გამაგებინა ერთი რა მაგრამ ისინი ჩენერის სულელები აღმოჩნდნენ და სარწყავი მილებით ააშენეს მთავარი საწყობი შემიძლია რა აღარ შემიძლია მთელი დღე საყოდურეს ვიღებ შენს გამო მარტო ერთმა ბიჭმა დარეკა და თქვა რა კარგი ბიჭიაო დინსაც ვერ ხვდები რომ მე ვიყავი შესაძლოა ხო, ბატა ეს გამომართვი ყობა შეუტანე ხელი მოგიწევს. ან და იყოს მე შევიტან თორე რაღაც სისულელეს გააკეთებ კიდე. ჯობია შეფ, ჯობია. ხო ლაშარა სათხარ აქამდე, ხო დაგიერიკე, მოდი რა მალე სათხარ აქამდე რა რატო ხარ რა სათხარ აქამდე ლაშა სადახარ. დააგვიანე ბატა. კი, დააგვიანე. კაი, წავედი მაშინ. სათხარ. გასმენი გეხოცები, ცოტა ხანში მიუქოს შემოვა და უნდა დამეხმარო. გეხოცები, რაღაც უნდა გთხოვო. და მე რა შენ რაც გინდა მთხოვე. ოღონდ ეგ იმას ამიშას რა უცბად გავაკეთებ ეხლა რასაც ვთხოვ, მაგრამ მაინც ხო ხდები. რას ბოდიალობ, კაცო წესიერად მითხარი, რა გინდა მითხარი. რა ხდებოდა ეხლა ჩემი უფროსი შემოვა? ვითომ შენ ხარ ძალიან ბევრი საყოდური მე ხო ხდები და ვითომ სოფლიდან ხარ ჩამოსული? ვიღაცა სოფლელი ადამიანი ხარ ჩამოსული სოფლიდან და ჩამოხვედი რომ მადლობა მომიხადო, თქვენ სოფელში გავაკეთე ბევრი კარგი რაღაც და ჩამოხვედი რომ მომიხადო მადლობა. გეხოცები დამეხმარე სულ ეს არის მორჩა მეტი არაფერი. კარგი, წავედი მე და საღამო შემოიერთი. ლაშა გეხოცები მოგჭის მომისმინე ერთი წამი გეხოცები დავიღუპები ლაშა გამაგდებ სამსახურიდან და მე მომიწევს თქვენ კისერზე ცხოვრება ამას უყურე ერთი ამას შე ახლა ვის კისერზე ცხოვრობ ერთი გამაგები არ გია ლაშა აი მაგას როგორ მეუბნები რა აი ვინა მოიტანა გუშინ სახში 253 გრამის ოსისი ვინ შეჭამა მე 253 გრამის ოსისი ვინ შეჭამა შენ შეჭამე ხო მალე მოვა შენი უფროსი არ ვიცი უნდა მოვიდეს ახლა გავე სათხარ აქამდე კაცო როგორ მომენატრე რატო დაიგვიანე რა არის ხა რომ მირეკა მოვდივარო და გელოდებით ახლა დრო არის ხო ყველა ფერი რა ქვია ის და ახ როგორ ეს არის შენი უფროსი ხო და გეხოცების დაბალი რო არ გაგეცინოს კომპიუტერის კლავიატურა გა? ბატა, ვინ არის ეს კაცი? ეს ის ვასოა. ვასო. დიახ, ვასო ვარ მე. ჩამოვედი სოფლიდან რომ მოგიყვეთ ჩვენი ამ სიტუაციებში რა, როგორც არის სოფლის მადლობა რო გითხრათ, ხო? მაგ ვარიანტში, ხო. რომელი სოფლიდან ხართ? ეს არის იქიდან რა ქვია, ჭიპის წყაროდან. კარგით, მაშინ კარგად ბრძანდებით. უკაცრავად შემეშალა, ბოდიში შემეშალა, დიდი წყარო, სოფელი დიდი წყარო, ესეთი სოფელი არის და იქიდან არის ბატონი ვასო. ხო, მოვედი რომ გითხრათ რაღაცეები. ვიცი, რაც უნდა მითხრათ, პატა იყო თქვენ და სოფელში და საყდური უნდა გითხრათ ისევ, ხო? არა, რას ლაპარაკობთ ეხლა?
პირიქით ახლა ჩვენთან რო ესა პატამა იმდენი რაღაცა გააკეთა პატამა ჩვენთან რო აი ერთი არ მახსენდება არა ერთი არ მახსენდება იმიტომ რომ ბევრი გააკეთა აი მაგალითად კომპიუტერები არ ქონდა არავის სოფელში ჩვენ კომპიუტერები არ იყო და მოიტანა უფასო ინტერნეტი გაგვიკეთა თელ სოფელს და დადო მაგრამ კომპიუტერები ეხლაც არ აქვს ხო კარგია თუ ცუდი ვერ გეტყვით მაგრამ ეს რა ქვია ვასხო ღილები რა ღილები მოიტანა იცი რა ღილები სასწაული ღილები ყველას სოფელში ქონდა დაწყვეტილი ქონდა ღილებს და ჩამოიტანა უკრაინული ღილები ჩამოიტანა უკრაინული ყველა საფთავ თავის ხელით დაგვაკერა ღილები დაგვაკერა ისე თან ესე ყველას მე ერთიდან დააწიწკნა ყველას ამოკენსა ხო აბა ღილები ბზები ზები მოგვიტანა იცი ბატონო თქვის სახელი კახა ხო კახა ჩვენთან სოფელში რო შემოდიოდი ხო ჩვენთან რო სოფელში იყო ალვის ხეები დაჭრა ეს ალვის ხეები იყო და გაუშვა ბზები კარგი ბზები ისეთი კარგი ბზები რო ეხლა ის რა ქვია წყლის პრობლემაა მოგვარებული მოგვარდა უკვე მაგაზე აღარ ღირს ლაპარაკი იმიტომ რომ ბატონო ვასო ეს არის ჩვენი სამსახურის პირდაპირი მოვალეობა უბრალოდ ჩვენი სამინისტროს უბრალოდ ჩემი კერა ყველაზე მეტად აი ბატონი კახას პირდაპირი მოვალეობაა და ეხლა მაგაზე ლაპარაკი არც არის ხო მაგაზე ლაპარაკს ახლა მე არც ვაპირებ და არც არაფერი მინდოდა მეთქვა როგორ უყვარს ჩვენი სოფელი ბატას იცით როგორ ძიელა ჩვენთან ჩებამ ჩვენთან ჭამს ჩვენთან სვანს უთხარით იქნებ რომ არ ღირს ამდენი შეწუხება და იყოს თვითონ სადაც ბატონო რა დგინათ ეგ ლაპარაკი გვერდზე სოფელში არ გადავდივარ გია ახარში არ გადავდივარ რა სოფელში გადა გია ახარში სოფელზე და ხიხლა მაგას ძალიან დიდი მადლობა. კმაყოფილები რომ ხართ, ძალიან კარგია, ძალიან დიდი მადლობა. ძლივს არ მოვისურვე, ცოტა და ხასიათზე არ მოვედი. ხასიათზე მოხდი ბატონო, ახლა როგორ მიხარია, ახლა უფრო კარგ ხასიათზე დაგაყენებდით აი ეს სიდაბლეზე ხუმრობა რომ შემეძლოს, გეტყოდით რომ ეს ბატონი ვასო, სიგანეში უფრო მაღალია ვიდრე თქვენ მეთქი, ბატონო. ამიტომაც ვარ ჩუმად. კიდე რა იყო ახლა თელ სოფელს უნდა წამოსვლა თელ სოფელს უნდა წამოსვლა მაგრამ ისეთი კომფორტი შეგვიგნა ბატონმა ისეთი კომფორტი შეგვიგნა რომ აბა არავინ არ წამოვიდა ითრენს ყველაფერს აბა მეც რომ მოდიოდი ძალიან ვითრენდი ფეხს მაგრამ წამოვედი რა მექნა ახლა ამ ხელა მადლობა ხო უნდა მეთქვა ახლა ადამიანი რამ ხელას იმას რომ კარგი წავედი ხო წავედიან ხო კარგი მე გამოგივლით ხო არ არის საჭირო ამდენი გამოვლა და ის ამოვიდა ყელში თქვენი ხომშიდობაა მეთქი კარგად იქცევა კარგი ხო ჯიგარი ხარ ხო კარგი ხო ჯიგარი ხარ კარგი დახვდით და დიდი მადლობა და კარგად იყავ გავაცილე ბატონო ესა ხა გავაცილე კარგი ხარ გიხდი რა ვიხდებოდა ხო მაშინ ბატონო ერთი კარგი ხო ნახვამდის კარგად იყათ აბა ხო კარგად არა ხარ ნორმალური არა ხარ ხვევი დამელოდე ჩამოვალ მალე მინდა ყოჩახ პატა ყოჩახ ეხლა ჩავალ მე ბუღალტერიაში და პრემიას გამოვაწერნებ შენ სახელზე აბარა პრემიას გამოვაწერნებ ხა აი მე როგორ მეუხერხულება იცით ეხლა აი არადა რამდენი კიდე სისხლი ეხლა ამ თემაზე ლაპარაკობ რამდენი მადლიერი სოფელია კიდე თქვენ რო იცოდეთ ეხლა ყველა რო აქ ჩამოვიდეს იქ ხო არის დიდი წყარო ხო დაუშვათ მაგას თავი გამონებოთ იქ არის კიდე გიანტკარი არის იქ ის მარინეთი იქ ნუსიხე რა ვიცი ბექუნეთი რა ვიცი აი ეს 1000 რაღაცეები ხოფტები და რა ვიცი ემზარეთი ბავშვის წყალი რა ვიცი რა ესეთი დაწნარი და ჯერ ამ სოფელზე გამოგიწერ პრემიას და მე მივხედავ იყოს ამ სოფელზე იყოს პრემია იყოს ამ სოფელზე ბატონო კახა დიდი მადლობა დიდი მადლობა პრემია ხო პრემია
ელენე მოვედი. აი ლაშა შენ რო დამირეკე და მთხოვე საჭველი დამახვედრო, მეც დაგახვედრე. მე ელენე, მე გითხარი კანებთან დამახვედრე მეთქი, რა მივაართლა იქამდე. ლაშა პაატასთან იყავი? კი, პაატასთან ვიყავი. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლიდან მოვდივარ. ძალიან დავიწყე. პაატა სად არის? პაატა ქვემოთ დარჩა ეზოში, ბიჭები ნარს თამაშობენ და კამათელს დაუმალა და ცოტას გავხალისდებენ. მოდი აქ შენ, მოდი. შენმა დამრიგებელმა დამირეკა, მითხრა ისტორია არ იცოდაო. ქარა ხელები დაიბანე, ჭამე და დაჯექი სამეცადინე. აუ, მე რო ხერხემალი მტკივა. რა მტკივა? ხერხემალი ეტყვა მიურდება. ნიკა, ისე დაეცა. ჩქარა ხა რაც გითხარი გააკეთა. ო, კარგი რა დედა რა, შენ რო ილიასად ყვებვითო მაგის ხუმრობებზე გეცინება, ეგ შეიძლება? არ ვატყუებ, ნიკა, მართლა მეცინება. რა? აუ, კარგი რა დედა რა. მეცი რა ამბავი გავიგე? კიბეებით ამოვდიოდი და ემზარი შემხვდა, ვიღაც ესე ლაპარაკებოდა ტელეფონზე და ესე ეუბნებოდა. ნუნუ ძალიან ცუდად არის და ძვირიანი ოპერაცია უნდა გავუკეთოთო. ნიკა, ეგ საიდან მოიტანე? სულ როგორ უნდა იტყუებოდე? არ ვიტყუები. ნიკა, მაგასაც ნუ იტყუები, რომ არ იტყუები, თორე გავბრაზდები იცოდე. არ ვიტყუებით ხო? ლაშა, გესმის? მესმის ელენე, მესმის და ერთი შემოსწრე მაგას, კარგად შემოსწრე რა, მე ხლა არ მძალია, შევჭამ და შეგენახე. მოხდით ბიჭებო? რა ხდება? რა ხდება თეკლა და აღარ შემიძლია რა. ნიკა ისე დაეჩვია ტყუილებს, რომ ყოველ სიტყვაში იტყუება. ეხლა მეცადინეობა არ უნდა და მოიგონა, ნუნუ ცუდად არის და ძვირიანი ოპერაცია ჭირდებაო. არ მომიტყუებია, არ მომიგონია. ემზარი მქონდა გავიგონი. ნიკა, ასეთ რაღაცეებზე ხუმრობა არ შეიძლება. წადი დროზე დასჯილი ხარ. ელენე არ დასაჯო, ნიკა არ იტყუება. რა? ხო, ნუნუს მართლა ჭირდება ოპერაცია. უფ, რამდენი ხანი ვაძებდი და ის კამათელი ის იმას დაგიზრენ და რაკლიში იქნება. ეს არის ყველაზე მაგარი დღე არის თუ რა. რა გჭირთ, რა სახელები გაქვთ რა? ეს რა გავიგე, ეს რა გავიგე ნუნუზე, ეს რა გავიგე ნუნუზე, ეს რა გავიგე, მაგრამ მე ხო ვიცოდი კაცო. ხო ვიცოდი, დაწნავდი, ცოტა დაწნავდი, დავიღალე რა განებული, ცოტა ხანი დაწნავდი. პაატა, შენ ვიცოდი? ვიცოდი, ელენე, ვიცოდი ხო როგორ არ ვიცოდი. ყველამ თუ იცოდით, მე რატო ვერ გავიგე? ელენე, შენ რას გაიგებდი? შენ მარტო ილია. მე ილიასთან მაქვს დასა. არა, თუ მართლა ეხლა ნუნუს ჭირდება ეს ძვირად ღირებული ოპერაცია, ემზარის და ნუნუს მაგის ფული არ აქვს და ფული ჩვენ უნდა აუგროვოთ რა. აბა, მართალი ხალაშა, თან ეხლა ესე უცბად მოკლე ხანში ესე ორჯერ ფულის აგროვება, ჯერ ნუნუ, მე, აბა როგორია? რა შენ კაცო? ეხო ბინა არ მაქვს ლაშა. აი დედა, ხომ გეუბნებოდი, შენ კიდე არ მიჯერებდი. ხო, ნიკა, დედიკო, ჩემი დანაშაული რო გამოვისყიდო, რაც გინდა მთხოვე შეგისრულებ. კარგი, მაშინ გაკვეთილებ. არა, ნიკა, ეგ არა. თაფერო. სკოლა. ოღონდ ეგ არ მთხოვო. კარგი, მაშინ არაფერი უნდა წავალ და ვიმეცაინებ. მე გავაღებ. ნუნუ, არ შემიძლია. გამოდი ერთი წუთი რა, არ შემიძლია. დაიც ყველაფერზე იმაში. ხალხო სირცხვილია ვიცლის ქალი. დაგჭით ხალხო თქვენ ნორმა მე გავაღებ და გამოდით აკეთ. მე ჭუჭურტანას ვერ წდები და გავაღებ. ერთი წუთი მოიცადე ერთი წუთი არ გაიხა მომისმენ შემოვა ის ადამიანი არ შეიმჩნიოთ არაფერი მით რომ არ ვიცით არაფერი. გასაგებია? კარგი. გავაღებ. ბაშემ როგორ ხართ? კათა, ლიფტი დაკავებული იყო ფეხით ამოვედი და დავიღალე. აგაჯეკი, აი ამ დავზადე. ცოტა ყველგან დავჯდები. დავზადე. Yes, შენ დაჯდა, yes.
რამე ესება რატო ამოვედი ისეთ ამბავს მოგიყვებით შევდივარ კაკოს მაღაზიაში ხო და მინდოდა მეყიდა ვანილი ეთყობა გავითიშე და სოდა არ ვიყო კარტოფილი დამჩა ბაზარში მოგიყევით? ხო და მისმინეთ. აი ამიტომ დავარქვით მე და ემზარმა ჩემ გოგოს იდა. რა კარგი ისტორია. აი მე რამდენი ისტორიები მოგიყევით ალბათ შეგაწყინეთ თავი წავალე ხო ჩემ ოჯახს მიხედავ. არ შეწუხდეთ გამოტომო რომ მე ავდგები თქვენ არ შეწუხდეთ. წავალე ხო. სოდა. კარებს მე გაგიღებიცო. მე ლიფტს გამოგიძახებ. თქვენი სახლის კარებს გაგიგებთ. ნუ შეწუხდებით ბავშვებო, მე თვითონ კარგად ნახვამდის. კარგი იყო, არაფერი არ გეტყობოდეთ. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. ისეთი ბაბასა ვიცით, სოდა იყო. სათვალე აქ ხარ დამჩა ბავშვები. ეთყობა სტუმრებთან დამჩა. აგაცინებს გამაგები. რა მართლა რა მაგარი რაღაც მოყვე, სოდა ვიყიდეო თუ. სადის და საცოდა. წავალ ყველას მოუყვები ამ ამბავს. ყველასა. ელენეს გამოვდივარ. ხო, ყველას გაუგია ჩემი ამბავი. მივხვდი ემზარ, მივხვდი. დედა რა კარგები არიან. თურმე როგორ ყარები ვარ ყველას. ხო, მოვდივარ. გამარჯობათ. შეიძლება? კი, მოგზანდით. კახა თქვენ ბრძანდებით? დიახ, კახა. თქვენი სახელი? ოლეგი. ოლეგი, დაბრძანდით ოლეგი გისმენთ. დიახ. მე სოფელ დიდი წყაროდან ვარ. რასლაპარ, თქვენ ჩამოხვედით ხო? მე თქო მადლობები არ გვინდა. ისე როგორ მოგეწონათ ჩვენი ბზის ნერგები? დაღილები უკრაინული ხარისხის არის, მაგარი არის. მე ხო გზები და არხები, მაგაზე ლაპარაკი არ გვინდა ძალიან გთხოვ. თქვენ ეთყობა რაღაცა ქეშლება. რასლაპარაკოთ ბატონო ოლეგი, რასლაპარაკ. ისე მიყვარს თქვენი სოფლის, მან ჩამოვდივარ, მან ვჭა, მან ვსვა, მან ვიძინე, მან ვაძინე, მან დავდივარ. დამცინით არა? როგორ გეკაცრებ რა? 2 წელია ჩვენ სოფელში არავინ ჩამოსულა. უპატრონოდ ვართ მიგდებული. თქვენ კი რაღაც ღილებზე და ბზებზე მელაპარაკებით. რადგან ასია, მე ვიცი როგორც მოაგვარა ეგ პრობლემა. ავდგები და ვიჩივლებ. ოლეგი, მინისტრამდე მივიტან ამ ამბავს. ბატონო ოლეგ. აი მე ვნახავ როგორ იხუმრებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ოლეგი.